და სოლიდარობის სტუდიაში არის გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ მე თენგო ომანიძე და ჩვენ მეგობრები, მსახიობი ტელეწამყვანი მერაბ ჭიქაშვილი, ფილოსოფოსი, ანალიტიკოსი ცოტნე მარღია. ბუნებრივია დღევანდელ დღეს გთავაზობთ მეგობრებო რომ ვისაუბროთ 4 ოქტომბერზე, ძალიან საინტერესო თარიღზე, ალბათ ბოლო პერიოდის მოვლენებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღზე, სადაც დაემთხვა ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი ეს არის არჩევნების შედეგები, თვითონ უშუალოდ საარჩევნო პროცესი, რაზეც დღეს გვინდა რომ ვისაუბროთ და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს იყო ის აქცია, ქუჩის პროტესტი, ქუჩის პროცესები, რაც ვნახეთ ამ დღეს და დღევანდელ დღეს შევეცდებით რომ ჩვენი ხედვა, ჩვენი ანალიზი ამ საკითხზე შემოგთავაზოთ. პირველ რიგში ალბათ საინტერესო იქნება მერაბ ზოგადი სურათი რომ ზოგადად რა შთაბეჭდილება დაგიტოვა ამ დღემ, დაგჭა თუ არა ესეთი განცდა, რომ აი მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი დასრულდა, რაღაც მნიშვნელოვანი დაიწყო აი ამ კონკრეტულ დღეს, თუ გააჩენ აი ესეთი განცდა. კი ბატონო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მასდამაყურებელს და კიდევ ერთხელ, ჩვენ პრინციპში როგორც ყოველთვის ვცდილობთ და აი ჩვენ ბოლო გადაცემაც სწორედ საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით იმ მოლოდინზე და სხვა შორის ჩვენ მაშინაც გულისტკივილით და რაღაც რაციონალური შეფასებით საუბრობდით და გქონდა იმის განცდა, რომ სინამდვილეში ეს არჩევნები რეალურად რა შინაარსისაც არის, როგორი არსებითად რასაც ნიშნავს თვითმმართველობის არჩევნები სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიებში არც ხელისუფლების მხრიდან და არც რა თქმა უნდა დანარჩენი მთავარი მოქმედი ვინც იყვნენ ასპარეზზე ოპოზიციური პარტიები ასე ვთქვათ, არ იყო ის რეალურად ის პოლიტიკური დებატები არ იყო გახსნილი იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც მოიცავს სოციალურ თემების არჩევნები, რა თქმა უნდა, სოციალურ. თუმცა ჩვენ ძალიან კარგია რომ აი ამას კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით დღეს და რომ არ ვწდებოდით სამწუხაროდ ნეტა შემსტარიყავით, უკვე ნათელია ეს დაადასტურა ბოლო დებატებმა სხვა შორის, როცა იგივე ქალაქის მერი და სხვა კანდიდატების დებატები იყო და თავად კალაძეს მოუწია იმის თქმა, რომ რამოდენიმეჯერ უკვე დააპირა გაეცა პასუხი მართლა სხვა მნიშვნელობის პოლიტიკური კითხვებს. მან თავად თქვა, რომ ხალხო რის არჩევნებში ვიღებ ჩვენ მონაწილეობას, თუ შეიძლება ისეთ კითხვები დამისვით, რაც ეხება მშენებლობას, რაც ეხება ურბანულ ხალხს, რაც ეხება ადამიანის ყოფით მდგომარეობას, სოციალურ საკითხებს და თითოეულ ადამიანის უფლებას ორგანულ, რა ქვია, კანონმდებლობა იქნება ეს თუ თვითმმართველობის კანონი იქნება თუ ორგანო იქნება თუ მუნიციპალიტეტი იქნება, ამის სირგვი ვისაუბრო და არა მეკითხებით ეხლა პოლიტიკაზე. ცოტა დინამიურის გამოგვივა გადაცემა და შეგეგამათები მაგ ნაწილში კაცო. ამ შემთხვევაში მესმის სრულიად ეგრე იყო, კითხვები მათ შორის რომელიც კალაძის მიმართ ისმოდა არ იყო კონკრეტულად თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე შეკითხვები, მაგრამ ეხა ეგ კალაძისთვის ჩემი აზრით იმ მომენტში იყო უფრო გამოსავალი რომ იმ კითხვებზე არა, მე მაგით ამას თქვი. აერიდებინა თორე თუ ეგ არის კანდიდატის სურვილი რომ რა თქმა უნდა პირველი მისგანაც უნდა იყოს, მე რატო ამბობ ამას? ჩვენ წინა გადაცემაში კრიტიკა ყველას მიმართ ქონდა. იმიტომ დავიწყე რომ ამ კუთხით ამ მიმართულებით რომ ეს არჩევნები თითქოს ამ არჩევნებს მოცდენი ყველა მოწყვეტილი იყო რეალობას, რასაც ნიშნავს ეს არჩევნები, მათ შორის შედიოდა კალაძეს და ეხა იმ შემთხვევაში მან უკვე რამოდენიმე კითხვის მერე როცა მოუწია მართლა უხერხული კითხვა დაუსვა იქ თუ არ ვწდები. ახლა კუკავა იყო მე მგონი, ხო? თუ არ ვწდები, სხვა შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, ხო? აი რაზეც ჩვენ აი გაგდებულებს რო უწოდებთო და იმ გუნდისებს. მართლა ესეთ დაუსვა, აი სწორედ მაგ შემთხვევაში უკვე მას ოსტატურად აერიდა, შეეცადა რომ კარგით რა ისეთ კითხვა დამისვით, თუმცა მანამდე ამ პოლიტიკურ რაღაცა დებატებში თუ იმ კითხვებში შევიდა, ზოგადად არა თვითმმართველობის, არამედ სხვა კუთხით. ეხა იქ ძალიან ბევრი არაადეკვატურად სვავდა კიდევაც კითხვებს და იქცეოდნენ, მაგრამ მოდი ჩვენ ამაზე არ ვსაუბროთ. რატომ გავაკეთე ეს წინაპირობა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ დღესაც სწორედ რაციონალურად, სწორედ ამჯელობით გავუყვებით საერთოდ რა იყო ეს, რა მოვლენა იყო. ჩემთვის რა შთაბეჭდილება დატოვა. ერთ რამეს ვიტყვი რომ რეალურად მართლა რა აქტივობაც იყო. ხო, ამაზე ჩვენ მე გადავალ დეტალურად და შენ ვიცი რომ მომზადებული გაქვს საერთოდ 2014 წლიდან მთელი ეს მონაცემები, ხო? განწყობა, განცდა რაც იყო, ბევრი ჩემნაირად ვინც ფიქრობს, არა მხოლოდ ჩვენ სტუდიაში ან ვინც გვიყურებს, გვიკომენტარებს და ასე შემდეგ, არამედ ჩემს ირგვლივ ხო რაღაც იმ სოციუმს სადაც ჩვენ გვიწევს ყოფნა, დაახლოებით მივხვდი ეს განწყობა იყო და პრინციპში ციფრებზე აისახა. ეხლა ამას ჩვენ
ციფრისხლიანად უნდა შევხედოთ ეს მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ამ შემთხვევაში არჩევნების ხმების ეს ოდენობაც ხო ჩვენ რო გადმოვიტანოთ ლოგიკურად მოდი ძალიან ისე ვთქვა სინამდვილეში რამდენმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა რამდენმა აირჩია ნუ მიხვდებით რამდენი პროცენტის არჩეული მე ვიყვავს რამდენი დარჩა სახში და ვინ დარჩა ეს რა საზოგადოება რა ნაწილია ხო გინდ ოცნების მხრიდან ოცნების ამომრჩეველი იქნება თუ ეგრეთ წოდებული ნაცების მხრიდან ოპოზიციური პარტია რომელიც ამბობდა რომ მე ვარ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია რაც რა განაცხადს გაკეთა მე ველოდი სწორედ აი ამ აქტივობას თუმცა კობახიძესაც რაღაც დავეთანხმები იმ კუთხით რომ ბოლოს თვითონ რო თქვა რომ კი ვამბობდითო მაგრამ ხნა ამეტანი ამასაც ეს ჩვენც არ გჯეროდაო რომ ესე იქნებოდაო აი მოდი ჩვენ კითხები დავიწყოთ რაც კობახიძეს არ ჯეროდა ეგ რატო მოხდა ეგ რა შემთხვევაში მოხდა აი ეს იქნება საინტერესო თორე ნათელია ბუნებრივია შედეგები სახეზეა მოდი ერთი უნდა ვთქვათ ნათლა და ეს აუცილებლად უნდა ითქვას არჩევნები ალბათ ყველაზე მშვიდად ჩატარდა ანუ წინა არჩევნებზე კიდე რაღაცა ქონა ოპოზიციას სათქმე რაღაც მაგრამ ეხა ალეკ ოლისაშვილის გარდა რომ ჯერ სისრულეზე მივარდა იქ რაღაც 20 მეტრში პურს ჭამდნენ თუ თუნდაც სვავდნენ აი მართლაც არაფერი არ მოხდა რა არ ვიცი მე არ გამიგია ისიც კი არა ანუ ალეკ ოლისაშვილმა და ისიც თქვა რომ ეხა გდანში მიდივარო მე გამოძახებებზე ვარო სადაც გვეტყვიანო და ისეთიც კი არ გამოიძახეს ანუ იმე ისეთზეც კი არ გამოიძახეს რომ კიდე ჭამას მამის პატარა ხელჩასაჭედი ხო და ეხა მოდი რა უბანთან შეკრებილი ხალხის და კეიბზე და ნარდის თამაშზე და კი არა ცხურებს ატყავებდნენ კეფთაყვანისთელობა ვიდეო და შევანაზეს დაწყებული სააკაშვილი და ეხა დიდი ბოდიში პარა ეხა აი მართლა არ იყო დარღვევა ანუ რა თქმა უნდა რაღაც ეხა შენ კარგად იცი ეს სპეციფიკა მით უმეტეს ოქმების დაწერა შენ იურისტი ხარ ასევე საარჩევნო სპეციალობითაც იცი და თან თვითონ ყველაზე მაგარი რა იყო იცი რომ კიდე ერთ ყველაზე მაგარი საჩივი რა იყო ისე ლელოს ხრიდან რა დარღვევა მოხდაო და ჩვენი კამერები 15 გათიშესო იქ იცი ხო რაღაც კამერები ქონა დაყენებული 230 თუ რაღაც კამერა ქონა დაყენებული რავი ესე ამბობდნენ ლელო პირდაპირ ეთერში აკვირდებოდნენ და მან მეორე თქვა რომ გათიშეს ანუ მოდი ესე ვთქვა არჩევნები მართლა ჩატარდა ასე ვთქვა ყოველგვარი პროცედურა ჩატარდა რაღაცის დარღვევების გარეშე შედეგების დათulis დროსაც კი არანაირი პრობლემა არ იყო ყუთების წამოღებას აღებაზე ხო ყოველთ გახსოვთ მუდმივად ეს რა იყო რომ ნახევარი ოცნება აცილებდა თავის ყუთებს და ნახევარი ნაციონალური მოძრაობა აცილებდა და რა ხდებოდა მადლობა ღმერთს არჩევნების პროცესს შვიდობიდან დავთვალა და თუმცა იმ ნაწილზე აუცილებლად ვისაუბრებ და თავშივე მინდა ვთქვა იმიტომ რომ მე რაღაც ჩემი კრიტიკული, ირონიული და ძალიან დასაცინი ხალხი ეს ვინც ახლა ამას აწყობდნენ მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას რომ ამ ბიჭებზე ვინც დაშავდნენ იქ და პოლიციელი მით უმეტეს განსაკუთრებით ვინც არის აუცილებლად გამოჯანმრთელებას უსურვებ და თითოეულ პოლიციას, თითოეულ სამართალდამცველს იქნება იქ თუ იგივე საარჩევნო უბნებზე იმ პარტიის ნორმალურად ვინც მართლა აშუქებდა და იყო იქ რომ დაეცვა არა მარტო საკუთარი ხმა, არამედ წესი, რიგი რაღაცა ისევ არ დაუბრუნებულიყავით რაღაც საშინელ პერიოდში მე მინდა აქედან ყველას მადლობა უთხრა, ბევრი შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრიც იყო, ნათესავიც იყო, ახლობელიც იყო, უშუალოდ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლები, აქ არ არის საუბარი ოცნება, აქვია ნანაცები თუ რავი, სხვა რაღაცები და რა თქმა უნდა ამ პოლიციელებს გამოჯანმრთელებას უსურვებ იმ ნაწილზე რომ გადავალთ ჩვენ უკვე რაც ამათმა მოაწყეს იქ რა თქმა უნდა ჩემს სათქმელს ვიტყვი. საერთო ჯამში რავი მოლოდინი მქონდა ესეთი აქტივობის მოლოდინის მქონდა კიდევ უფრო მქონდა რომ საერთოდ არ იქნებოდა ესეთი აქტივობას მაგრამ მე მანდ უკვე მანამდე ჩვენს გამათობდით და საუბრობდით გამახსენათ გივე ცოტნეს ნათქვამით ეგივე შენიც რომ ნუ რაღაცა თქვენ მაინც გქონათ მოლოდინი რომ მაინც გავიდოდნენ იმიტომ რომ ფაქტიურად არავინ სხვა აღარ იღებდა მონაწილეობას ახლა კუპრავა თუ კუპრაძე რომ ამ ხმას აიღებდა, ნუ ესეც კი რაღაცა ცოტა ესეთი იყო, მაგრამ ალბათ ლოგიკურია. ყველა შეეგუა, ყველა მაგიარა იმ გიჟების გარდა, რა იქ სიცხვილიც მოაწყეს და აი ამ სიცხვილს შეეწირნენ ფაქტიურად სახელმწიფოს იმიჯი და შეეწირა აი ამ ბიჭების ჯანმრთელობა. მაგ ხალხმა და რა რეალურად რა როლი ითამაშეს მათ პოლიტიკურ პროცესში, ალბათ საინტერესო იქნება რომ მე მაყურებელთან ერთად განვიხილავთ ამას, თუმცა მანამდე ცოტნე შენთან გადმოვალ. შენ თუ ელოდი ამ შედეგს, ჩვენ მე ნუ ციფრები გვაქვს მოტანილი და დეტალურად გავიაროთ რა იყო
აქტივობა, რამდენი ხმა მიიღო ამ შემთხვევაში სახელმწიფო კანდიდატმა და ასე შემდეგ, ეგ ცალკე ნაწილია, მაგრამ აი კობახიძემაც თქვაო, რომ კი ვიცოდითო, რომ გავიმარჯვებდითო, მაგრამ და მახსოვს კიდეც ეხლა მისი პროგნოზი იყო, რომ 60% 64-65 აი ეს იყო მაქსიმუმ. 80%-იან გამარჯვებებს ისიც კი არ ვარაუდობდა, ხო? ელოდი თუ არა შენ პირადად ამ შედეგს და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ამ ყველაფრის მიზეზი არის ხელისუფლების მიერ ჩატარებული სწორი კამპანია თუ ოპოზიციის მიერ ჩატარებული არასწორი კამპანია? კი ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ის რომ უშუალოდ ეს მოლოდინები არ არსებობდა, არ ყველა თანხმდებოდით იმაზე, რომ მართველი ძალა არჩევნებს მოიგებდა ყველგან, ამაზე თანხმდებოდით. უბრალოდ ახლა რამდენ პროცენტს დაიწერდა და რამდენს ოპოზიცია, ეს შეიძლება ამას არ ველოდით არავინ. თუმცა აქ ხო აღსანიშნავი იყო რა, ჩვენ ახლა შეიძლება პირდაპირ ეთერებში არ გვისაუბრებია, მაგრამ ერთმანეთთან პირად საუბრებში საუბრობდით, რომ გადაწყვეტი მნიშვნელობა იქნებოდა აქ იმ ფაქტორს, რამდენად შეძლებდა აი ეს ორად გახლეჩილი ოპოზიციის პირობებში ნაწილი, რომელიც ბოიკოტისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას და ეუბნებოდა, რომ ქუჩაში უნდა გამოსულიყო და არა არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთებთან მისულიყო და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა და იყო მეორე ნაწილი ლეო გახარიას ამ რაღაცა ალიანსის სახით, რომელიც პირიქით ამბობდა, რომ ესეც რაღაცა ბრძოლის ნაწილია და ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა უნდა მივცეთ ოცნების წინააღმდეგ, ხომ? აი აქ ვინ უფრო შეძლებდა საკუთარი ასე ვთქვათ იდეის ან პოლიტიკური ხედვის საზოგადოებამდე მიტანას და დასაბუთებას იმისა თუ რატომ იყო მისი პოლიტიკური გზა და ხედვა უფრო სწორი ვიდრე სხვა ნაწილის ოპოზიციისა, რომელიც ქუჩაში იყურებოდა, აი ეს ითამაშებდა გადამწყვეტ როლს იმასთან მიმართებაში, თუ რა შედეგს დადებდა ეს ლეო გახარიას ალიანსი ამ არჩევნებზე და როგორც ჩანს და როგორც დავინახეთ, ხო, ხო ვინცაც და ვინც დავაკვირდით ამ პროცესებს, გამოჩნდა ისე, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების იმ ნაწილის დაყოლება, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ დაყვა რადიკალურ ფრთას ოპოზიციისა ნაციონალურ მოძრაობის სახით და არჩევნებზე მისვლისგან თავი შეიკავეს და დარჩნენ ქუჩაში. უბრალოდ აქ პარადოქსული სიტუაცია არის ისიც, რომ სამაგერო თავის მხრივ ვერც ამ რადიკალურმა ფრთამ მოახერხა ამ მასის მობილიზაცია თბილისის ქუჩებში იმისთვის, რომ საკუთარი სურვილი განსასრულში მოიყვანათ, რაც სახელმწიფო გადატრიალებას და რევოლუციას გულისხმობს. ხო, ანუ ეს ნაწილი საზოგადოებისა, ასე ვთქვათ, ანუ რა აჩვენა ამ არჩევნებმა საბოლოო ჯამში, აჩვენა ის რომ ეხა ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ქართულ ოცნებას აქვს ზარდი დინამიკა, პროცენტი მე რამდენჯერმე მოვისმინე, ბევრისგან მოვისმინე ეს განცხადება, ეს არ არის. სიმართლე პირდაპირ შეიძლება ითქვას, ქართულ ოცნებას არ აქვს ზარდი დინამიკა. ქართული ოცნება დაახლოებით იმ ხმათა რაოდენობები რო ავიღოთ, დაახლოებით იმ რაოდენობაში დარჩა ხმებისა, რაც ჰქონდა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ანუ მათი მხარდამჭერთა რაოდენობა არ გაზრდილა. უბრალოდ აქ მოხდა ის, რომ აი ამ პოლიტიკური ფიგურების, პოლიტიკური ორგანიზაციების შემხედვარი, როგორიც არის ქართულ ოპოზიციაში ძირითადი ნაწილი მათი, ხო? მათ მიმართ დაკარგა სანდოობა ქართველმა მომრჩეველმა, ოპოზიციურად განწყობილმა მომრჩეველმა და ეს არ არის გასაკვირი. სანამ აი ესე არ ვიცი, სხვანაირად არ შეიძლება ალბათ ითქვას, რომ სანამ ეს ადამიანები იქნებიან მთავარი ოპოზიციური პარტიების თუ პოლიტიკური ფიგურების სახით ქართული ოცნების ოპოზიციაში, ხო? ამ ხალხს ეს ხალხი იქნება ალბათ კიდე 50 წელი, თუ აქ არაფერი არ შეიცვალა და არ გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური პარტიები, ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც აი ამ საზოგადოების იმ ოპოზიციური ნაწილის სახით, რომელიც წელს და გუში, ხო, თუ გუშინ წინ არც არჩევნებზე მივიდა და არც ქუჩაში არ გაყვა აი ამ ოპოზიციურ ძალებს, ხო? ამათი ათვისება თუ ვერ შეეძლო ახალმა პოლიტიკურმა ფიგურებმა და ორგანიზაციებმა, მაშინ ფაქტობრივად რა ვიცი, რამდენ ხანსაც მოუნდება ქართულ ოცნებას, თვითონ ამობესდება, იქნება ხელისუფლებაში. კი ბატონო, აი მაგ ნაწილზე აუცილებლად გადავალთ, რომ რეალურად შეძლებს თუ არა, ეგ შეძლებენ თუ არა, ეგ პოლიტიკური აქტორები დარჩენ მთავარ ოპოზიციურ ძალად. მე მაგაზე არ მექნება მათთვის ოპტიმისტური პოზიციები. ეხლა კი საინტერესო იქნება გავყვეთ შენ აზრს მიღებული ხმები და აქტივობები, როგორც ამ არჩევნებზე, ისე წინა არჩევნებზე. ეს საჭიროა ალბათ იმისთვის, რომ გქონდეს სურათი ზოგადად როგორც არ იმართება ხოლმე არჩევნები. მაგალითად, ეხლა დღევანდელი მონაცემებით ვიცით, რომ უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტი მიიღო, ხო? კახი კალაძემ 71 თითქმის 72. ზოგადად დაფიქსირდა ოცნების ისტორიაში თვითმმართველობის არჩევნებზე უპრეცედენტო ყველაზე მაღალი შედეგიც და აქტივობა. ქართულობის არჩევნებზე მე მგონი საერთოდ ასეთ არჩევნებზე აღარ
ბატონო 20. так რა არის საინტერესო პროცენტულად რა თქმა უნდა ეს გამოისახება ასე, მაგრამ აი საინტერესო არის რაოდენობების მიხედვით, იმიტომ პროცენტი გამოიანგარიშება როგორ? პროცენტი იანგარიშება არა მთლიანი რაოდენობიდან მოსახლეობის, არამედ არჩევნებზე მისული, არჩევნებში მონაწილეობა ვინც მიიღო, აი იმათგან იანგარიშება პროცენტები. ბუნებრივია რომ ამ ხრივ იქნება საინტერესო ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ შევთავაზოთ აი ეს სტატისტიკური მონაცემები. დავიწყოთ 2014 წლის არჩევნებიდან, თვითმმართველობის არჩევნებიდან ჩვენ ავიღეთ მეორე ტურები, ასე ვთქვათ, როდესაც ანუ რა ხმებით მოიგო. ეკრანზეც ხედავს მაყურებელი. ეკრანზეც ხედავს მაყურებელი, ეს არის თბილისის არჩევნები 2014 წლის, მაშინ დავით ნარმანია და ნიკა მელია იყვნენ ერთმანეთის მთავარი კონკურენტები, პირველ-მეორე ადგილზე გასული ხმები გვაქვს, რა თქმა უნდა, შეჯამებული. აქტივობა იყო 316,000 ადამიანი. ეს არის 34% იყო მაშინ აქტივობა თბილისში და აქედან ხედავთ როგორ განაწილდა ხმები. ეს არის მეორე ტურის შედეგები, მინდა გაითვალისწინოს მაყურებელმა პირველ ტურში დავით ნარმანიას რა თქმა უნდა გაცილებით დაბალი პროცენტი ჰქონდა, იქიდან გამომდინარე რომ ბევრი კანდიდატი მონაწილეობდა, ხოლო მეორე ტურში მან მიიღო 222,000 ხმა დაახლოებით, ეს იყო 72% და 73-27-ზე მოუგო მაშინ ნარმანიამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა მელიას. 2017 წლის არჩევნებზე რომ გადავიდეთ 2017 წელს იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა, აქ სხვა შორის ეს პირველ ტურში დამთავრდა ეს არჩევნები, აქ მეორე ტური არ ყოფილა. პირველ ტურში მოვიდა 409,000, თითქმის 410,000 ამომრჩეველი, 43% იყო აქტივობა, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი სხვათა შორის ადგილობრივი არჩევნებისთვის და შემდეგ მოიხსნა ეს რეკორდი 2021-ში, თუმცა 44% ასე ვთქვათ არჩევნებზე მისული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი. მაშინ კალაძემ მიიღო 204,000 ხმა და ეს იყო 51%. ამას კონკურენტი ყავდა მაშინ ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილი იყო მეორე ადგილზე. კარგად დავიმახსოვრ. უდუმაშვილი გავიდა მესამე ადგილზე, სხვათა შორის იმას ჰქონდა 15%. უდუმაშვილი მაშინ არ დაგვავისეს, იყო ნაცების კანდიდატი, მაგრამ ამ დროს უგებს ელისაშვილი გადის. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მაშინ მოუგო ნაცებს, გავიდა მეორე ადგილზე 17%, 70,000 ხმა მიიღო დაახლოებით. 2021 წელს აქტივობა შეადგენდა 468,642 ადამიანი. ეს დაფიქსირდა, ეს არის 47%, თითქმის 48%. ხოლო ხმების რაოდენობა იყო შემდეგნაირი, როგორც ხედავთ, აი ძალიან ახლოს არის ეს მეორე ტურია. კალაძემ აიღო 258,000 ხმა, ეს იყო 55%, ხოლო მელიამ აიღო 206,000 ხმა, ეს იყო 44%. ალბათ ეს იყო ყველაზე უფრო დაძაბული თვითმმართველობის არჩევნები, რაც გვინახა. და ამ შემთხვევაში აქ იყო მართლაც, ანუ ნაციონალური მოძრაობის და მთელი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ერთი გამოიყვანეს. კი, ერთი კანდიდატი იყო ნიკა მელია, რომელმაც აი გვახსოვს, რომ პირველ ტურში კინა გამოიგო არჩევნები და მეორე ტურში ძალიან ასე ვთქვათ, ესეთი დამაჯერებელი გამარჯვება არ ქონდა მაშინ კახი კალაძეს. ნიკა მელია, რომელიც ამ არჩევნებზე ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ რაზეც მიმსჯელებთ თავისი ფეხით წავიდა ციხეში და ანუ გაერიდა, ხო იცი როგორ სხვა, მაგრამ ნიკა მელია ამ შემთხვევაში გაერიდა, ну, მოდი ახლა ჩვენ ერთი სიმართლე ვთქვათ, ნიკა მელია არის ის კანდიდატი კალაძის პირობებში, ვინც ყველაზე დიდი კონკურენცია გაუწია და ყველაზე ახლოს იყო. სხვათა შორის არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში. ნიკა მელია არის ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც მაგალითად გლდანის არჩევნები მოიგო საპარლამენტოზე და იქაც ეს მოხერხდა იმითი, რომ ის იყო ერთიანი კანდიდატი. თუმცა რატომ ამბობთ ამას, აი შემდეგში მე აი და ბოლო ნახოთ. სულელი დარჩენილი ოპოზიციისთვის, რომელმაც ეს გააკეთა 2025 ეს არის წინასწარი მონაცემები ძვირფასო მაყურებლებო, იმიტომ რომ საბოლოო შემაჯამებელი ოქმები არ არის გამოქვეყნებული ბუნებრივია და იცვლება ეს მონაცემები, თუმცა დაახლოებითი მაჩვენებლები გვაქვს. წელს არჩევნებზე იყო 324,000 ადამიანი მისული, ეს გახლავთ 31%. ყველაზე დაბალი აქტივობა, რაც კი ჩატარებულა ქართული ოცნების პირობებში, მანამდე როგორც გითხარით, 2014 წელს იყო 34% მისული და წელს ამაზე დაბალი აქტივობა იყო 31%, ხოლო კახი კალაძე მიიღო წინასწარი მონაცემებით 210,000 ხმა, რაც წარმოადგენს მისული ამორჩევლების 71%-ს. უპრეცედენტოდ მაღალს. მადლობა რეჟისორს ამ სლაიდებისთვის. ეხლა ბევრი რიცხვები გამოვაქვეყნეთ მართალია, მაგრამ უბრალოდ რა მინდა ვთქვა. აი ნახეთ 2017 წელს
როდესაც პირველად იყრიდა კალაძე კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მან მიიღო დაახლოებით იმდენივე ხმა, ცოტათი უფრო ნაკლები 204,000 ხმა. რაც ეხლა ჯერჯერობით, მაგრამ ეს 204,000 2017 წელს იყო 51%, 1%-ით შეძლო რომ მეორე ტური აღარა ძლივს მოიგო. დაახლოებით იგივე რაოდენობის ხმები ამ არჩევნებზე იყო უკვე 72%, ანუ 20%-იანი სხვაობა იყო. ეს ყველაფერი მოხდა, რა თქმა უნდა, აქტივობის დავარდნის შედეგად. ოღონდ აქტივობა დავარდა არა სახელმწიფო ამომრჩეველში, არამედ ოპოზიციურ ამომრჩეველში. ოპოზიციონერი ამომრჩეველი დარჩა ამ არჩევნებზე სახლში და ამან განაპირობა სწორედ ის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო რაოდენობრივად დაახლოებით იგივე ხმა, რაც ყველა სხვა არჩევნებზე, თუმცა პროცენტულად ყველაზე უფრო მაღალი შედეგი. ეს ეხლა ჩვენ დავაბრალოთ ქართული ოცნების რაღაც სწორ და მიზანმიმართულ კამპანიას, გულისხმობს საჯარო კამპანიას, გულისხმობს პიარს, ხო, არ ამგონია, იმიტომ რომ მათ ეხლა რაოდენობრივად რაღაც კრიტიკული ზრდა არ აქვს. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოპოზიციის შეცდომა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მათ აირჩიეს ორი განსხვავებული სტრატეგია ამ არჩევნებზე, ნაწილი დარჩა სახლში და ბოიკოტის რეჟიმში იყო, ნაწილმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა და აი ამ ორ სკამზე ჯდომამ გამოიწვია შედეგი ის, რომ ვერც ერთი მიმართულებით მიაღწიეს ვერანაირ წარმატებას, ვერც მეორე მიმართულებით ვერ მიაღწიეს წარმატებას, რაც ქართულ ოცნებას აძლევს უზარმაზარ კარტ-ბლანშს უკვე მომავალ პერიოდში. ფაქტიურად მათ რაც აქამდე მათთვის იყო პრობლემური, ეს იყო ლეგიტიმაციის საკითხი, ეს იყო არჩევნების გაყალბების საკითხი, ეს იყო მათ შორის აი პოლიტპატიმრების ყბადაღებული საკითხი. ამ დღის შემდეგ მათ მიიღეს ყველაფერზე უკვე ლეგიტიმაცია და ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული ოპოზიციის დამსახურება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში საქართველოში პოლიტიკა ეს გახდა ალბათ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო საქმიანობის სფერო, სადაც ნებისმიერი ადამიანი დაჯდებოდა იქ ტელევიზორში, გააკეთებდა ერთ განცხადებას და თავი წარმოედგინა უკვე პოლიტიკურ ლიდერად და როგორც წესი ეს ადამიანები თავიანთ სიტყვებზე და თავიანთ საქციელზე არასდროს პასუხს არ აგებდნენ, ამიტომ ეს ზერელეთ უყურებდნენ. ამან გამოიწვია სწორედ ის შედეგი, რომ დღევანდელი დღე, ჩემი აზრით და დღეს არსებული ვითარება ძალიან გავს 2010 წლის პერიოდს, როდესაც მაშინაც არის დიდი საპროტესტო მუხტი დასრულდა შედეგის გარეშე და ამან გამოიწვია ტოტალური ნიჰილიზმი ოპოზიციონერ ამომრჩეველში. სააკაშვილმა გაშალა ფრთები მაშინ 2010 წლის მერე და მის ხელში აღმოჩნდა აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლება. საბოლოოდ რა შედეგებამდე მიიყვანა ამ ნაციონალური მოძრაობა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ვიმშელოთ ქართულ ოცნებას თუ უდგას იგივე საშიშროება. პირველ რიგში მერაბ, მოდი დავიწყოთ ალბათ აი ამ სტატისტიკური მონაცემების შემდეგ მაყურებლისთვის იქნება საინტერესო რომ შევაფასოთ უშუალოდ აქციის პროცესი, მეორე პროცესი, არჩევნების პარალელური პროცესი, რაც თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა, ეს იყო საპროტესტო აქცია. შვიდობიანი დამხობის მოლოდინში საზოგადოების რაღაც ნაწილი გავიდა რუსთაველის გამზირზე იმ იმედით, რომ ოპოზიციურ ლიდერებს ექნებოდათ კონკრეტული გეგმა, რა გეგმის მიხედვითაც ისინი შეძლებდნენ და როგორც გვპირდებოდნენ 5 ოქტომბერს უკვე საერთოდ სხვა საქართველოში გავიღვიძებდით. როგორც იყო ამ შემთხვევაში ალბათ მოსალოდნელი საზოგადოების ეს ნაწილი აღმოჩნდა იმედგაცრუებული და ამ იმედგაცრუების მიზეზებზე მინდა მოვისმინო თქვენი აზრი. შენ რა შტაბეჭდილება დაგიტოვა ზოგადად ამ აქციამ და რა იყო ეს ალბათ ბევრი ვერ გაერკვა დღემდე. კი ბატონო, აი მე უბრალოდ დღე დავიწყებ ამ თემაზე საუბარს. აი შენ ეხლა საუბარში ახსენე, რომ რამდენად არის ეს ქართული ოცნების დამსახურება, რომ ეს შედეგი ასეთია და აქტივობის ის აქტივობა რაც ეხლა იყო ამ შემთხვევაში და რამდენად არის ეს პირიქით ოპოზიციის იმ ოპოზიციის დამსახურება რომელმაც ამას წინ არის ერთი რამის ხაზი უნდა გაუსვათ და სიმართლე უნდა ითქვას თუ რეალურად ვინმეს ოპონირება შეეძლო გაეწია მართლა და მე რატომ გავამახვილე ყურადღება ნიკამელიაზე რომ აი დააკვირდით ხო ანუ თუ ვინმე მას გაუწია მართლა კონკურენცია და ამას ახლა მაშინ კალაძეც აღიარებდა და მახსოვს ხო რა არ თქვეს და აი ბოლოს ზალით მოიგო ოცნება ხმები და ასე შემდეგ ეს ფაქტია რომ იყო ნიკამელია იყო ნაციონალური მოძრაობის მაშინ არა გაყოფილი არამედ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი თავმჯდომარე იყო და შესაბამისად ის პროცესები რომ ქუჩაში ეხლა ის ოპოზიცია, კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება და სულ დამოყრომა კარგად იცის და კიდე ერთხელ ვიტყვი, ჩემ დამოკიდებულება საერთოდ ნაციონალური მოძრაობა რა ფენომენია და როგორი ფენომენია და საერთოდ მათ რა პასუხისმგებლობა გააჩინა და ვინ არიან კი ვიცი, მაგრამ არსებულ სიტუაციაში
თუ ვინმე ისევ შეუქმნიდა პრობლემას ოპოზიციური მხრით და გინდა აქტიობა ყოფილიყო და გინდა იმ აქტიობის ფონზე რომ თავიანთი ხმები გაეყვანა, იმიტომ რომ შენ ხო თქვი რომ არ გავიდა ძალიან ბევრი, მათ შორის არ გავიდა ბევრი ნაციონალური მოძრაობის წევრიც, ამომრჩეველიც. თუმცა რაღაცა ნაწილი ის ამ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველიც გავიდა და ეხლა ოცნებას მიცა ხმა და ამაში არ ვამტყუნებ, ბევრს, იმიტომ რომ თვითონ ნახეს და მიხვდნენ. ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ ეხლა იმ ხალხზე ვსაუბრობთ, რომელიც თავისინები წავიდა ციხეში, რამდენად აქ ხელშეწყობა იყო და რამდენად აქ არის დამსახურება რაღაცა მოლაპარაკებების ეს სხვა თემა, მაგრამ ნიკამელიაც კაცი, რომელსაც შეეძლო კიდევ ერთხელ მიიღო თქვა მონაწილეობა და კიდევ ერთხელ თავი აეთქიებინა თქვა, მე არ ვამბობ მას რამდენად სასიკეთოდ უნდა და ხელისუფლების შეცვლა და ეს სხვა თემაა, მაგრამ ნუ რაც არიან, რა რჯულისაც არიან, რა მორალისაც არიან, კაც რომელსაც შეეძლო კიდევ წავიდნენ თავის ფეხით ციხეში, ჯერ გამოეხე ნაციონალურ მოძრაობას. ხოლო ვინც დარჩა აი ვინც ეხლა აი რა ლიდერების დარჩნენ მთელი ნაციონალური მოძრაობა რო თქვა გამოყოფილია თქვა ვინც დარჩენ ნაციონალური მოძრაობის სახელით ხო დიდი ბოდიშით მაგრამ ეხლა პაატა ბურჭულაძე რომ რაღაცა პერიოდში ჩემთვის უკვე არასერიოზულობის იმას ტოვებდა და სულელი კაცი გამოდგა მაპატიეთ ხო რაღაც თავის დამსახურებებს ქონი ადამიანი გამოდგა სულელი კაცი რომ აი ესე ბოლომდე შეიძლება რაღაც სააკაშვილს, გიული ალასანიას და ახაც ნაციონალური მოძრაობის ის რაღაცა გათეთრების კუთხით დაიწყო ესა წმინდანად შერაცხვა და შემდეგ შეწირო და რაც ეხა ბოლოს გააკეთა, ნუ ხა მურთაზოდელავა თქვენ წარმოგიდგენიათ ეხა კაცი რომელიც პირველი დღიდან რაც შეიცვალა ქართული ოცნება, რაც მოვიდა ქართული ოცნება და ეს ისეთი ფიგურა იყო ხო მურთაზოდელავა არ ჩანდა ფაქტიურად მოდი თქვათ აი ამ დღემდე და ამ წლამდე არ ჩანდა კაცი და რა ვიცი გარიდებული იყო თუ ჩუმად იყო და რაღაცებს ეთქო მე თავიდან ვიქობდი რომ ზოგიერთი თემა უკვე აღიარეს რაღაცები თქო და არ გამოდია მაგრამ ეხლა უცებ რომ გამოჩნდა ეს ბოდიში და სამენაზე ჯდომი ეს რაღაცა ფეხბურთელებით რომ შემოვარდა და მისი მოტივები რაც იყო ხო რაღაც კითხვა გაჩნდებოდა ეს კაცი ან რა მოვიდა ეხლა თავში ან და რა ეხლა მიხვდა რომ თქვა ოცნება რასაც ანუ რაღაცები ამ ორი სულელი კაცის ხელში დღეს ჩვენ ფაქტიურად მართლა შეიძლება ითქვას აი ამ ორი სულელი რაც ამათმა ეს იყო სულელი არაადეკვატურები იყვნენ ეს პროცესებიც ხო იმ ოპოზიციამაც მიიყვანა ხო მათი სურვილით მოხდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ეს არ მივიდა ეს ხალხი და ბერმა მართლა ნუ არიან ეხა ამ ქვეყანაში კიდე არიან დარჩენილები ნაციონალური მოძრაობის მუდმივი ამომრჩე ესეთი იდეინი ფანები რომლებიც გავიდოდნენ მაგრამ ვინც გავიდა ეხლა რეალური შედეგი ანუ ხა კუპრაზე რო არ მოიგებდა თვითონაც იცოდა ეს შედეგიც როა იყო, მაგრამ რა მცდელობაც ქონდა პაატა ბურჭულაძეს. მურთაზოდელავას, ნუ ხაბეიშვილი დროზე ადეგანერი და ჯერ მე ხომ აქვს ჩემ პოზიცია თქვა რა. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამაში ეს არ ყოფილიყო, აი პაატა ბურჭულაძის გასულელება და იქ ყოფნა, თლა დამოუკიდებელი სულელი არ იყო ეს იქ. ეს რაღაც კონტროლებადი სულელი იყო იქა. იმიტომ რომ ის რაღაცა ტექსტის საკითხვა, იქ იმ ხალხის ეს გამოცხადება, მე 6 კაციან სიაში ვერ მივხვდი საერთოდ ვინ რა რიგითობით ჩასვეს, პირველი, მეორე, მესამე. აი ეს არაადეკვატური საქციელი, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ არ ვიცი მე ეს კაცი დამოუკიდებლობა და მარტო არ მე ესე მგონია რომ ეხა ეს არ იყო რაღაცა მართლა პაატა ბურჭულაძის და მურთაზოდელავასთან მურთაზოდელავა 3 დღის უკან გათავისუფლებული იყო იქინა გასვოთ ხო გორ დაიჭერეს და უცებ გაანთავისუფლეს არ გამოურიცხავ რომ შეიძლება მართლა კარგად დადგმული და კარგად რაღაც არ ვიცი მოლაპარაკებადი იყო თუ რა იყო მაგრამ ამას შეეწირა აი ამ სისულელეს აი წასვლას და სამთავრობო მართლა გადატრიალების დამხობის მცდელობას ადამიანები ჯანმრთელობა შეეწირა იმ პოლიციელებს. რაც არ უნდა ჩვენ თქვათ რომ პოლიციელი ამისთვის ზად არის. ეგრე მსახიობის ყოველთვის ზად არის ტაშისთვის, მაგრამ ყოველთვის კი არ უკრავენ იმ მსახიობს ტაშ. შეიძლება ესე სისროლე გაგრო ტაში კი არა, პანჩური ამოგარტყან და მაგრამ ეხლა ჩვენ ამის იმაზე რომ ეს ხო იყო რაღაცის შედეგი. ფაქტი ერთია, რომ ქართულმა ოცნებამ აი დღევანდელ დღეზე რომ ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ხო? ოცნებას არ ვიცი მე, არ ვიცი, აი რაღაცა გაკრეფილი მართლა თელიველი პოლიტიკური გაკრეფილი აი შუა გაიკრიფოსო რო თქვა ბიზნესოვანიშულმა მე არ ვიცი სამართლიანობა თუ ამ სამართლიანობის ბოლომდე აღდგენა თუ არის აგენტურის დამარცხება რას თვითონ თქვა და მარტო ეს ყოფილა ეხა მე მაგალითად მერაბ ჭიქაშვილს იმ საქმეებზე რაც დღემდე დევს ჩემი საქმეები და სხვა დანარჩენს ან თუნდაც ის კომისიის დასკვნის
თუ აგენტობის ამოვლენა იყო მხოლოდ, თუმცა რაც მოხდა იქ ეს სისულელე, ეს მართლა არ ვიცი, აი არაადეკვატური ადამიანების შეკრება და მე იქ წასვლა არაადეკვატური საქციელი იმ მაინც და მაინც მღობის მოგლეჯვა პოლიციელებს ეს და ერთ-ერთი ძალიან მძიმედ არის დღემდე ვიცით ხო აი რისი ნაწილი შეიძლება ყოფილიყო ეს და ეხლა ესენი რომ მიდიან და რავი მურთაზოდელავას ეხლა დაპატიმრება ისეთი და პაატა ბურჭულაძე ჯერ საავადმყოფოში დაწვა და თუ რაღაცა მაშინ კლინიკაში წავიდა და კლინიკაში დაჭერა აი ეს ყველაფერი იმისათვის თუ რომ მხოლოდ აგენტურა გაშიფრულიყო ხოთ აგენტურა გაშიფრულიყო და ეს არჩევნები თუ ამას გვიტოვებ ჩვენ და ხვალ თუ ეხა ქართული ოცნება აი ამ გაკრეფულ მოედანზე აი ამ სულელების დაკავებითაც კი რომლებაც უმძიმეს დანაშაულზე წავიდნენ ხო ეს თუ არის საშველი ჩვენი ქვეყნის და მხოლოდ აგენტურის აღმოჩენა თუ არის საშველი ნუ მაშინ არ ვიცი მაშინ აი როგორ ავთქვა იცი აი ჩემთვის ყველაზე მეტი კიდე აი საშინელება იყო სააკაშვილმა კიდე წერილი დაწერა ციხიდან აი ეს ბოლო წერილი რომ მოიწერა მაშინ ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი მარტო ამ ავადმყოფების მცდელობა და გაზრახვა აი კი ბატონო აი ლაგმა სახელმწიფო გადარჩა რამდენად გადარჩა და კიდე რამდენად ეხა ხვალზე გვეტყვიან რომ იცი რა ბოლომდე დასრულდა მე მინდა ბატონ ბიძინას უთხრა აი ბოლომდე დასრულდა აღარ გვეტყვი ჩვენ რომ აი რაღაცა მე მეორე დღეს აღმოჩენა იმ კადრების რაღაცა იარაღების და იმის მე ის ვიღაც სულელი იდიოტი ვიდეოს დღეს რო წერს და აგზავნის ნუ აი არ ვიცი დამთავრდა ამით ეს ყველაფერი კი ანუ ხვალ პოლიტიკური პროცესი იწყება აი პოლიტიკური პარტიები ვინმე დარჩა რამე დარჩა ანუ რამე ველი დარჩა რომ ჩვენ პოლიტიკურ პროცესებზე ვილაპარაკებთ კი ბატონო მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ვამბობ მადლობა იმ პოლიციელებს ვინც აი ამ საშინელ სისულელეს აი ამ რაღაცა ყველაზე დიდ უმეცრებას შეეწირნენ და მათი ჯანმრთელობა შეეწირა ამათ ვინმე ვიცით რომ ის ბიჭი რომელიც აი გადაარჩინეს ექიმებმა რომელსაც საფეთქლის ზვალი ქონია დაზიანებული ეხა იმის ჯანმრთელობას განა ამათ ღირდა კაი კი ბატონო ამ ისინი მზად არიან ამისთვის მაგრამ ეს იმას ხო ანიშნავს კაცო რომ ჩვენ ყოველდღე გამოდიოდა სულელი ამ პაატა ბურჭულაძის და დამნაშავე დეგენერატი ზოდელავას ავადმყოფები უყურეთ ხალხო რო კითხულობთ იმას ავადმყოფები მე რამოდენიმე პერსონა გამახსენდა ავადმყოფები პოლიტიკოსები რომლებიც ავადმყოფები იყვნენ ამას შეეწიროს და ხვალ ეხა ჩვენ რაზე ვილაპარაკებთ დასრულდა კი ყველაფერი ანუ აგენტურა დავამარცხეთ მხოლოდ და ეს იყო ამ არჩევნების შედეგი ეს არის რომ დღეს ეხლა იგივე და კახაკალაძე გამოვა და მშენებლობებზე ურბანისტურ იმაზე ილაპარაკებს თუ ეხა ისე უნდა მოვისმინოთ რომ აი აგენტურა ისევ დარჩა აი ეხა ევროპელებს კიდევ ებრძვით მე ეს მაინტერესებს ჩემთვის თავარი ეს არის ხვალ დაიწყება ფიქრი თვითმმართველობაში სოფლა თუ ქალაქში ახალ ხედვებზე რაღაცა იქნება ანუ ორგანულად რაღაცა არა მხოლოდ ორგანულად ფიზიკურად სოციალური თემატიკა რეალობა გახდება თუ ისევ იმ კონტექსტში ვიქნები ჩვენ რომ მოიცა კაცო აგენტურა ბოლომდე არ მყავს მოიცათ ეხლა იქ კაცო ხედავ სანდუმ რაღაცა თქვა კიდე ფული წამოვა გავიგეთ ეს ყველაფერი შეეწირა ამ ხალხს უკვე ჩვენი ნერვებით საზოგადოებას არის შედეგები და ხვალ როგორ იქნება ხვალ რა ექნება ოცნება საკითხი მე მე გავშალოთ ყველა თუ არასდროს უკითხავს კი ბატონო მაგრამ მე არ მჯერა იმ დეგენერატების სრულად იმ აი უსამშობლო ხალხის და ეხლა რომ პაატა ბურჭულაძე გახდა იმიტომ გავავლეს პარალელი მელია ციხეშიძის თავისინებით რომელსაც თურმე შეძლებია ხო მოდი ხე ესე ავიღოთ მტრის პლუსებზეც ვილაპარაკოთ ხო ფაქტია შეძლებია და კალაძეს აღიარებდა კაცო მეორე ტური როცა ინიშნება ესე იგი აღიარებ შე რომ იქ რაღაცა იყო ხო ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესეა სხვა შორის ოცნება სანამ არ მოვიდა ხელისუფლებაში მეორე ტურის ფენომენი ახსოვს საქართველოს ისტორიას ახსოვს ანუ ოცნებამ რაღაც დემოკრატიული კუთხით ესეც ანახა მე ამას ეს უნდა ვთქვათ მაგრამ ბიჭო მეორე ტური ესე იგი იმიტომ რომ კონკურენტი იყო და თუ ეს კაცი ორჯერ კონკურენტი იყო ეს ციხეშიძის და მისმაგირად ხაბეიშვილი და ბურჭულაძე ლაპარაკობს არ მჯერა ამათი რაღაცა დიდი თავის მარხვა არ იყოს ყველას მხრიდან და თუ მარტო აგენტურის დამარცხება იყო თვითმმართველობის არჩევნების გამოვლინება მაშინ ჩემნაირებს და სხვა დანარჩენ 80% ვინც აი ამ ავადმყოფების ფუფუნების გამო პაატა ბურჭულაძე ხო ფუფუნებაში ბანაობდა სანამ სააკაშვილი იყო ის კი არ მღეროდა ოპერაში მარტო მას ემღერებოდა კიდევაც და ფულებსაც იღებდა ალბათ არ ვიცი მაგრამ არადამსახურებულად
კაცი გამოვიდა და ის მოწოდება გააკეთა და ანის ახალგაზრდები წაიყვანა და იქის გააკეთა, რაც გააკეთა. ეს არის? მე არ მჯერა რაღაცეების რომ თათ ყველაფერი ესე ყოფილიყო და მეორე მესამე დღეს აღმოჩნდეს რაღაცა ისევ ჩემ დასაზაბრად არის ესა? აი ეს არის საინტერესო. თვითმმართველობის არჩევნები ამისთვის იყო საჭირო? მე არ ვიცი, მეც მინდა რომ შვიდად და ბედნიერად. პირველ რიგში მე რა გიპასუხებ მელიასთან დაკავშირებით, მე სრულიად გეთანხმები, ერთადერთი ნაციონალური მოძრაობიდან ვინც გარკვეული ტიპის შედეგი დადო, ეს იყო მელია და სხვა შორის მეორე თუ ვინმე გაგვახსენდება, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის არჩევნები, კინაღამ რომ მოიგო პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილთან. მოდი შევხედოთ აკაც და გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ორივე ამ ადამიანმა რის ხარჯზე მოახერხა ეს. ისინი გაემიჯნენ თვითონ ნაციონალურ მოძრაობას იმ კუთხით, რომ კი, ნაცების სახელით გამოდიოდნენ, რაზე ამას კი არ გულისხმობ, მაგრამ აი მელიას განცხადება მახსოვს, მე მაგალითად გამოვიდა და 7 ნოემბერზე ისაუბრა. ხო, მე ვიყავიო. კი, მელია იყო ვინც თქვა, რომ აი სადაც ახალაია და მერაბიშვილი იქნებიან ლიდერები, მე იმ გუნდში არ ვიქნები. ანუ გაემიჯნა ნაცმოძრაობას, რეალურად ამის შედეგი იყო ის შედეგიც, რაც დადო, მაგრამ საბოლოოდ როგორ დაამთავრა ამ ხალხმა? თვითონ ნაცებმა მოიშორეს ეგ ხალხი, იმიტომ რომ ნაცები არ არის მართლა დემოკრატიული ძალა, ვისაც რაღაც თავისუფალი იდეების მქონე ლიდერი ჭირდება. იმას ჭირდება ზუსტად ისეთი ლიდერი, რომელიც იქნება აი ანი წითლიძე ჭირდება, რომელიც მიშას ხატი რო უდგას იგივე სიბნელეშია ნაციონალური მოძრაობა, სადაც აქამდე იყო და ეგ მაგისი შედეგია. რა შეეხება აი რას დაგვიტოვებს ეს არჩევნები? მე არ ვიცი ქართული ოცნება კიდე შეეცდება თუ არა გააგრძელოს იმაზე ლაპარაკი რომ არიქა ნაცები უნდა მობრუნდნენ და ისევ ამით დაზაფროს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ აი რეალურად მე ვფიქრობ რომ ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნების შემდეგ როგორც დე ფაქტო ისე დე იურე როგორც თავარი ოპოზიციური გავლენის მქონე ოპოზიციური ძალა დასრულდა. და დასრულდა რატო? ეხა აქ ამ შემთხვევაში პაატა ბურჭულაძეს ეწმინდება მთელი ხელი, ხო და ის იმსახურებს კიდეც ამას. აქ მე პაატა ბურჭულაძეზე კი არ შემტკივა გული ეხლა რასაც ვიტყვი, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები. პაატა ბურჭულაძე ამ შემთხვევაში აღმოჩნდა აი საკრალური მსხვერპლი, რასაც ვეძახით ხოლმე, უნდა არა პირდაპირ გაგებით, რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, გადატანით იმ მნიშვნელობით პოლიტიკურად ის აღმოჩნდა მსხვერპლი ამ ყველაფრის, რატო? იმიტომ რომ არ ქონდა არანაირი გამოცდილება ამ საქმეში, არ ქონდა არანაირი პასუხისმგებლობა აქამდე აღებული და აი მოეწონა ეს რაღაც ეროვნული გმირის მანტია, ეროვნული კრება მოიწვია, მესამე რესპუბლიკას ვაცხადებ და მე რა თქმა უნდა ეს საქმე რო ჩავარდა მთელი ტალახით შეეწმინდა ამ კაცს, თორე მარტო პაატა ბურჭულაძე იყო, ვინც მოუწოდებდა ამ პროცესში 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლისკენ. აი მაინტერესებს ზვირფასო მაყურებლებო და განსაკუთრებით აქციის მონაწილეებო. მოისმინეთ სადმე ნახეთ მაგალითად ლევან სანიკიძე იმ აქციებზე, გუბაზის ბიჭი. ნახეთ სადმე არ ვიცი. გუჩავა. გედი ფოფხაძე. ადამიანი რომელიც ამბობდა რომ ბენზინი დავასხად და დავწვათ. შევეწირებიო. კი. ვინმე იმ დღეს სადმე ნახა ეს ხალხი ან მათი განცხადება მოისმინა იმ პროცესებთან დაკავშირებით იმავე დღეს, ეხლა მეორე მესამე დღეს რო უკვე გამოდიან და რაღაც შეფასებებს აკეთებენ, არა, ყველა მათგანი იყო დამალული, გამიჯნული და აი ბურჭულაძე შეატოვეს ამ ყველაფერს რო ნახეს რომ პროცესი არ გამოდიოდა, რომ თვითონ ხელები დაიბანონ და გამოვიდნენ მშრალად. ამ ყველაფერს ხო აქვს თავისი კონკრეტული პოლიტიკური ფასი. აი ცოტნე შენთან უნდა გადმოვიდე ამ თემაზე სასაუბროთ, მაგრამ ოპოზიცია აირჩია რა კურსი, რომ მოდი ვთქვათ ესე, პრინციპში ტარდებოდა არჩევნები, სადაც პრინციპში ერთი წლით ადრე თბილისი ოპოზიციას ჰქონდა მოგებული საპარლამენტო არჩევნებზე. ხო, ეხლა ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, მერის არჩევნები და ამ დროს ოპოზიციის ნაწილი გამოდის და იძახის, რომ არ წახვიდეთ ოპოზიციური ამომრჩეველი მაგ არჩევნებზე. ბოიკოტი გამოაცხადეთ, არ მისცეთ ხმა პრინციპში მოგებულ არჩევნებზე არ წახვიდეთ, მოდი აგერ მე გარანტია რომ ამერებს დავამთავრებ. და ამ დროს ხალხი დაგიჯერებს, მართლა არ წავა არჩევნებზე, გამოვა შენ აქციაზე და აი ესე ლაშას მამა გარდაიცვალა, მოგვიანებით გნახავთ, დაიშლება იქიდან, დაიშლებიან ლიდერები. ამას არა აქვს პოლიტიკური ფასი, ეს არ არის პასუხისმგებლობა, რაც უნდა აიღოს ამ ხალხმა. თუ თვითონ არ აიღებს ეს ხალხი ამ პასუხისმგებლობას, მე პირადად მაქვს ესეთი განცდა, რომ თვითონ ოპოზიციონერ ამ მომრჩეველში და იქაურ ელექტორატში ამ ხალხს უკვე მომავალში ექნება ნულოვანი ნდობა, უბრალოდ ისეთი იმ ხელაზე აწიეს თამასა და ისე სამარცხვინოდ დაასრულეს. მე ვერ წარმომიდგენ ნაციონალური მოძრაობა და კიდევ ერთხელ ხალხს უსვა, მაგ არ არის სწორი მარტო ბურჭულაძეზე და ზოდელავაძე ხელი შეწმენდა, ყველა დღევანდელი ლიდერი, ვინც იყო ნაციონალური მოძრაობის, მოუწოდებდა ხალხს მშვიდობიანი დამხობისკენ და კაციშვილი აღარ უნახია აქციაზე. კაციშვილს აღარ უნახია მერე ეს ხალხი იმ აქციაზე. სხვათა შორის აი ვიდრე ცოტნე გიპასუხებს, მაგაში დავწმუნდი მე გუშინ, საღამოს მომიწია, მოტოციკლით ვიყავი და რუსთაველზე მომიწია ჩასვლა. ანუ რაღაცა 8 საათი იყო თუ არც კი, თუ არ ვცდები, იმიტომ რომ კი რაღაც ხო 8 საათი იყო ზუსტად. ხო და
რომ მომიწია რომ წავედი იქითკენ მუდმივად ყოველთვის ეკეთებოდა ეს ჯერ პატრულები იდგა მარიოთან პატრულის მანქანები და შემდეგ არაფერი სხვა არ იყო რომ წავედი იქითკენ დავინახე რომ პატრული არ ადგას მაგრამ გადაკეტილი ქონა მოძრაობა გოგონები იყვნენ ნიღბებში ეთყობოდა ძირითადად გოგონები იყვნენ და მოტოციკლით მივადექ იმიტომ რომ პატრული რო არ იყო ვიფიქრე არაფერი არ თან ხა არ იყო მართლა საერთოდ იქ ხალხი არ იდგა ბევრი და რომ მივედი წინ რომ მივადექი უკვე ამათ ესენი გადამედგენ წინ ეს გოგოები ესე ხაზი ქონათ გაკეთებული რამოდენიმე ბავშვი ესეთ და აქციაზე ხარ ესე მითხეს ეთქო მოტოციკლით და გასკით რომ და ჩაფხუტით რომ და მინახეს ხო და არა მეთქი მეუთხარი მაშინ ქვემოთ იმოძრავე წადი და მე მივწვეთ რაღაცას რომ პოლიციაც არ იყო და აი დარჩენილი იყო უკვე მართლა ხალხი მე ხარ ზაზე ლაპარაკი ხო მართლა პატარა ბავშვები იყო სხვათა შორის აი ეთყობოდათ აი ამ პრინციპ ამაზეც ნიღბებზეც და იმაზეც და ხმა მახსოვს აი ესენი იყო პატარა ბავშვები შეიძლება არასოწლოვანიც იყვნენ რომ აი რაღაცა თითქოს აი ეს ბოლო დარჩენილი და მე კადრები ვნახე როცა მივედი სახში რა იყო აი სწორედ ეგ არის რომ ბოლომდე ალბათ რა ვიცი იმ 5%-ში აქ დარჩენილი ეს სრული ბანკროტია ბავშვები აი სიმართლე ამიტომ მიდოდა მეთქო ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე და რაღაც ჯერ ერთი ვიტყვი რომ ჩვენი ეთერიდან მართლა ალბათ თუ რამე სიბინძურე იფრქვა ხოლმე როგორც ერთი მეორე მხარის მიმართ ისე პირიქით ხო არის იქ სამთავრობო ტელევიზიებზე და ლანძღვა შეურაცხყოფა აქეთ ამ მხარის აქეთ პირიქით ჩვენი სტუდია ყოველთვის ცდილობს რომ ესე პერსონალურ შეურაცხყოფებზე ნაკლებად იყოს ორიენტირებული ჩვენ შეიძლება გავაკრიტიკოთ პროცესი ჩვენ შეიძლება გავაკრიტიკოთ რაღაც ლიდერიც თუნდაც მაგრამ აი ეს შეურაცხყოფელი კონტექსტი ახლა რესპონდენტები შეიძლება ემოციურები გყავს მაგრამ ჩვენ ვხდით ბოდიში თუ რაღაც ისეთია ჩვენ ამ შემთხვევაში წამყვანები ვართ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ აი ბოდიში მომიხდია ამ ფორმატზე და ასე შემდეგ და ჩვენი მხრიდან არ არის ხოლმე ვინმეს მიმართ ლანძღვა და სიზულური ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მე პირადად რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს აი ამ კონკრეტულად ამ აქტივისტებზეც ვინც ბოლომდე შენითქმის არ იყოს დარჩენილი პატარა ბავშვები და თავისი ძალებით იქ თვით ინიციატივით რაღაც აკეთებდნენ სრულიად არასწორ მხარეს დგას ეს ხალხი მაგრამ აი ყველაზე მეტად ეგ ხალხი მეწოდება მე ზუსტად წინა გადაცემაში ქონდა აი რომ არასწორად ჭრიხოლმე რაღაცა მონაკვეთებს ეგ უნდა მოგეჭრა რომ წინა გადაცემაშიც ეგ ქონდა რომ ამ ხალხის მისამართით ვამბობდით ზუსტად რომ აი ის ლიდერები რომლებიც თქვენ მოგიწოდებენ რომ იქ ოცნება სპეცრაზმი აღარ ყავს პოლიცია ჩვენს მხარეს გადმოდის ჩვენი ბენზინები უნდა დავასხათ თავი ვინც ყველაზე უფრო მეტად ახდენდა რადიკალიზაციაზე რომელი ლიდერი ნახეთ თქვენს გვერდში არავინ ყველა შემოგეცალათ გარშემო და ეს მართლა გულანთებული ბავშვები როგორიათ რომ ჭკვიანურ რამეს აკეთებდნენ შეატოვეს ძალოვანი უწყებების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც აი იმედია თვითონაც გრძნობენ ამ ძალოვნების მიმართ მადლიერებას იმ კუთხით რომ ერთი გადაცდომაც არ ყოფილა ძალოვანი უწყებების მხრიდან სადაც არ იყო მოქმედება საჭირო იქ არანაირი საპოლიციო მოქმედებები არ განხორციელებულა სადაც ეხა პირდაპირ პროვოკაციები მოაწყვეს და შენობაში შევარდნები და ღობელი ჩამოგლეჯები იყო ბენზინის იმით ეს საოცრება ვნახე მართლა იქაც უფრო მეტი პოლიციელი დაზარალდა მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამისთვის მას რა თქმა უნდა ეკუთვნით მადლობა ცოტნე დაასრულდა თუ არა შენი აზრით ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად ამ არჩევნებზე და რა დაგვიტოვა შედეგად აი ამ არჩევნებმა და ის კიდე არ დაგავისთეს მართლა ჩამონათვალე თენგოსი სად იყვნენ ეს ეგრე ლევან სანიკიძე და ბევრი ისეთი ლიდერი სად იყო ძალიან საინტერესოა სად იყვნენ სახლში იყვნენ ალბათ რა ვიცი დავანებოთ ახლა ისინიც არ დაიჭირან შევეშვათ ლევან სანიკიძეს მაგაზე რაზე უნდა დაიჭირონ ბიჭო ხმა არ ამოუღია აქციაზე არ გასულა არა მან ერთ თავად ლეგიტიმური კითხვა რაც ისმის ახლა აი რაც შენ წეღანი საუბრო როგორ რაღაც ხმა ამოგიგერა მთელი თვე და ორი თვე ესენის როგორც ბურჭულაძე გაიძახო და ისე გაიძახო და ყველა მათგანი რომ მშვიდობიან და დავამხოთ ხო ხო თუ ბურჭულაძე არის დასაჭერი მაგაზე დასაჭერია მაშინ ყველა დასაჭერია ეგენიც ხო ეგრე არ არის რა ნუ თუ ბურჭულაძე და ზოდელავა დასაჭერია იმისთვის ხო არის დაუჭერიათ რომ რაღაცა ღობეს მოანგრიეს ჯებირი თუ რაც ქვია ხო იმის გამო დაიჭიროს რომ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას ხო ამ მუხლებით არიან სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის მოშლა და სახელმწიფო გადატრიალება მაგ მუხლით მაშინ ყველა უნდა ჩაჯდეს დანარჩენი ვინც აი ამ კამპანიაში ამდენი ხნის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას და ახალგაზრდა იქნება თუ ასაკოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეს და არა მოქალაქეს მოუწოდო და გამოსულიყო ამ საქმისთვის ამის გასაკეთებლად რუსთაველზე იქნება ეს თუ ათვანასო თუ სადაც იყო ხო აქედან გამომდინარე ანუ მათ აქვს თავისი პასუხისმგებლობები და ავიცი სახელმწიფო სამართალდამცავ უწყობებმა ალბათ იციან თავის საქმე და მიხედავენ მაგ ამბავს რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის დამთავრებას იცი როგორ არის მე მესმის იმას რასაც ამბობთ მაგრამ პრინციპში უყურეთ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრებულიყო თუ ვინმეს ხელისუფლებაში გონია და წარმოუდგენია რომ ეხლა ხვალ და ზეგ და შემდეგ არჩევნებზე ისევ ნაციონალური მოძრაობის საკითხი იქნება სპეკულაციის საკითხი და ამით ისინი ვიღახმების მობილიზებას შეძლებენ ისევ კიდევ ერთხელ ძალიან ცდებიან იმიტომ რომ ეს გამორიცხულია იმიტომ დღეს
რიგითი ქართველი ვინც არ არის პრინციპში იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც კი როგორ სახავდნენ ამ ყველაფერს რომ აი ტირო და ესეთი ნახე და TV პირველის იმაში რა ქვია სტუდიაში ცნობილები მოსდიოდა იმიტომ რომ ისინიც მიხვდნენ რომ იდეაში თუ რამე თუ ვინმე მათი ხელოვნურად გაცოცხლება არ გადაწყვიტა ხელისუფლებაში ეს იყო მათი ბოლო გაფართხილება და ზუსტად ამას საუბრობდნენ ეს არის ჩვენი ბოლო ბრძოლა და ეხლა რაღაცნაირად ეს ან კვდებით აქ ან ვიმარჯვებთ ეს პოლიტიკურად არის ამ შემთხვევაში საუბარი ხო ამიტომ ეს განცდა არსებობს როგორც ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერებში ასევე არსებობს ანტინაცურად იგივე ქართული ოცნების და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ვინც საკუთარ თავს ანტინაც ამომრჩევლა და პოლიტიკური ორგანიზაცია წარმოაჩენს მათმა მხარდამჭერებმაც ხო აქედან მომდევნო ეგ ვეღარ მოსახდება თუ ეს პროცესი არის ბოლომდე დღეს არის ყველაზე სუსტი ნაციონალური მოძრაობა და ის მათი ის გაგრძელებები ყველა ერთად ვიდრე ყოფილა 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ხო ამიტომ კომისია შეიქმნა შარშან სადაც იყო ხო მთელი რიგი შეისწავლეს ნაციონალური მოძრაობის საკითხი მათი მმართველობის პერიოდი მე ამის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი მათ დღეს ხელისუფლებას აქვს ყველანაირი ბერკეტი რომ საბოლოოდ ერთხელ და სამუდამოდ ის დაპირება რაც გაიცა საბოლოო ჯამში ასრულდეს ხო ის რომ ხო დე იურე აიგზავნოს და აი ამ ადამიანებს აი ამ პიროვნებებს რომლებიც 20 წელია 20 წელზე მეტია 2023 წლიდან ხო არ ყევენ ამ ქვეყანას აჯანჯღარებენ და რაღაცა დაღუპვისკენ და უშკულისკენ მიყავთ საბოლოო ჯამში ეს ხალხი მოაშოროს პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკურ ველს აი ეს თუ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო 2000 შემდეგ არჩევნებზე როდესაც როცა არ უნდა იყოს ეს იქნება ბოლო არჩევნები ქართული ოცნებისთვის ეს ერთი მეორე მე მგონია რომ მე რაღაც ეგეთი საბჭოება მრჩება რომ ყველა აქტორი მათ შორის ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო აქტორებიც აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმდა იმაზე რატომღაც რომ აი ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური ძალები ყოველ შემთხვევაში იმ შემადგენლობით და იმ სახით რაც არსებობდა საქართველოში ხო ეს ნაციონალური მოძრაობა თავის დროა გირჩებით და ყველაფრით ხო ამ შემთხვევაში იაგოს გერს არ გულისხმობ ჯაფარიძის გერს გულისხმობ აი ეს ხალხი უნდა ჩაიხსნას პოლიტიკური დღის წესრიგიდან იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამ ყველაფერს რასაც ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური სპექტრი აკეთებდა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, უბრალოდ ახსნა არ აქვს. აი ძალიან მარტივად ეხლა საუბრობთ მე ვეძებდი 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობას როგორც ქვეყანაში, ასევე თბილისის საპარლამენტო დროს ყოველთვის უფრო მაღალია. გასაგებია რომ ყოველთვის უფრო მაღალია, მაგრამ შევადაროთ კაცო, ეს საპარლამენტო უყურე როგორ არის თენგო საუბარი, უყურე გააჩნია პოლიტიკური ფასი რა, ხო არჩევნებს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფასი ამ არჩევნებს თუ მოახერხებდა გაერთიანებული ოპოზიცია ერთი საერთო კანდიდატით თბილისის მერის კანდიდატის გაყვანას, თავიანთი კანდიდატის გაყვანას, ეს იქნებოდა ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური ფასის მქონე გამარჯვება, ვიდრე საპარლამენტო ის იყო და ნებისმიერი სხვა არჩევნები, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩატარებულა, ხო? აი ეს ფასი თავადვე მისცეს ამ საკითხს და ეს იქნებოდა უბრალოდ ლეგიტიმაციის საკითხი. აი 2024 წლის არჩევნები გაყავდაო, რომ გაიძახოდნენ და გაჟონაო. აი ეს არჩევნები რომ წაიღო ოპოზიციას, ეს იქნებოდა იმის მტკიცებულება, რომ აუცილებელი იქნებოდა ახალი საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ხო? აი სტატისტიკები მოვიყვანოთ უბრალოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც დაახლოებით 60-40-ზე მოიგო თბილისი ოპოზიციამ, ხო? ქვეყნის მასშტაბით აქტივობა იყო 58.94. ამას დიდი იყო 2012 წელს, როცა 60% მივიდა ამორჩევლის საარჩევნო ყუთებთან და თბილისის აქტივობა იყო 60.77%. ეს არის დაახლოებით 626,000 კაცი. რამდენი ადამიანი მივიდა გუშინ წინ 31%. დაახლოებით არის 300,000 ადამიანი. ხო, ეხლა უყურე, აი რაზე მიუღთითებს ეს? აი უყურე ძალიან მარტივი რა არის და აი რატო წავიდა ოპოზიცია თვით ლიკვიდაციაზე, აი როგორ იხსნება ეს? უყურე, ეს 600 აი ეს ნახევარი რომელიც სახში დაჯდა. ყოფილა თუ არა ანტიკოცურად გამწყობილი და ოპოზიციური ამორჩეველი, ხო? როგორ უნდა მოახერხო შენ ოპოზიციამ, რომელმაც ახლა ერთი წლის წინ თბილისი მოიგე 626,000 რა ქვია ამორჩეველი რომელიც იყო თბილისში მაშინ გასული ამის 60% შენთვის შენკენ წაიყვანე და ქოცების წინამდე ხმა მიაცემნე და ახერხებ იმას რომ ამის შემდეგ ერთი წლის თავზე დაახლოებით ზუსტად თითქმის ერთი წლის თავზე ახერხებ იმას რომ თბილისში ჯერ ბოიკოტს აცხადებ, ვინც რაღაცა ნაწილი გადის ოპოზიციის არჩევნებზე და იღებს ჯამში ალბათ 20%, ხო, 30 დაახლოებით აიღეს ყველამ ერთად დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა. ამას ახერხებ და მეორე ახერხებ იმას, რომ გადიხარი მთელი ერთი წელია ქუჩაში არიან, ხო ესეა?
მთელი ერთი წელი ქუჩაში არიან 360 დღე. 360 დღე ქუჩაში არიან. რა აკეთეს განსხვავებული იმისგან, რაც გააკეთეს 4 ოქტომბერს. აი 4 ოქტომბერი რატო იყო დასასრული ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების რო აჟღერებდნენ ამ ლოზუნგებს, ხო? რო ამას გაიძახოდნენ. აი ამ 360 დღის განმავლობაში რაც არ უკეთებიათ. პირველად სადე სადმე შესვლა და პირველად ცემეს პოლიციელებმა და გამორეკეს იქიდან. თუ რა იყო სიახლე, აი ძალიან მარტივი რა არის, აი მე მგონია რომ აი რატო ვამბობ ეხლა ვიღაცა შეიძლება შეთქმულების თეორიები ეგონოს ეს, მაგრამ ანალიზი უბრალოდ რასაც თელი ერთი წელი აკეთებდნენ იგივე გააკეთეს და ამას დაარქვეს რომ ეს ისდება რაღაც აღსასრულის დღე ბიძინა ივანიშვილის და რევოლუცია დანა იმ 249 დღის განმავლობაში თუ რამდენი დღეა 199 დღის განმავლობაში რაც არ გამოგივიდა ხო მე 200 დღეს რატომ უნდა გამოგივიდეს იგივე ეს ერთი ხო ანუ ესე იგი იტყუები ამაში და ატყუება ამაში იმ ამომრჩეველს რომელიც არის ოპოზიტორად განწყობილი ეს ერთი მეორე რა ლოგიკა არსებობდა იმაში, რომ იმის ნაცვლად რომ აქ ოპოზიცია გაერთიანებულიყო, თუნდაც თბილისში საერთო კანდიდატი წამოეყენებინა და იმის სასარგებლოდ ემუშავათ, ხო? ამის ნაცვლად ესე ერთმანეთს რომ დაერივნენ და ზოგი ქუჩაში გარბოდა და ზოგი არ ჩანს. ამაშიც ხო არ არის ლოგიკა. მე არ გამოვრიცხავ რომ აქ უშროების სამსახური. არა, შეიძლება დიდი როლიც იყო ახლა. კი ბატონო, შეიძლება. ეგრო მე ამას არ ვამბობ კრიტიკით და იმით. არა, რა თქმა უნდა, მე მივესალმები ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა გადის აქედან. პატაბურჯოლაძეს მარტო თვითონ შედგენილი რო არ იყო ის ტექსტი, მომკალი და მე ვერ დავიჯერებ. არა, ის პროცესი საბოლოო ჯამში სანამდე მიდის რომ ნაციონალური მოძრაობა ამ პოლიტიკურ ქართულ პოლიტიკურ ველს უნდა ჩამოშორდეს, ამას მივესალმები და თუ ეს ასე დამთავრდება, ასე უნდა დამთავრდეს, ეს კარგია. უბრალოდ მე რას ვამბობ? უყურეთ, მე ვამბობ, რომ ამ ხოლოში და საკითხიც არ არის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მგონია რომ მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში რომლებიც ითვლებიან აი ამ პოლიტიკური ძალების ხარდამჭერებად იგივე ევროპაში მაგალითად იგივე გერმანიაში საფრანგეთში მოისმინეთ რამე ისეთი განცხადება რომელიც რაღაცა რადიკალურად გაემიჯნებოდა ქართულ ოცნებას მის გამარჯვებას ისევ გაკავდება არა აქვს ლაპარაკო არა თენგო მე მგონია რომ აქ რაღაცა დიდი შეთანხმება არის რომ აი ეს პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს ისინიც მიხვდნენ ალბათ რომ აზრი აღარ აქვს აი რაღაცა ხისგან სალამურის გამოთვლას რა არ გამოდის რა ამათგან ეს სალამური და უბრალოდ რა არის უყურე მე რა ეს პროცესი აბსოლუტურად მივესალმები რატომაც რითაც არ უნდა დამთავრდეს ეს საკითხი რასაც თავიდანვე ვამბობდი და ვამბობთ რომ ეს პროცესი დაწყებულია ნაციონალურ მოძრაობა ფაქტობრივად დეიურე მორალურად უკვე განადგურებული აღარ არსებობს მათი ყველა გაგრძელების სახით ეს უნდა დეიურე გაფორმდეს რა დაპირებაც გაიცა მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს უნდა მოხდეს და მე რა პროცესებიც იქნება აი მე რაც შენი კითხე ხო ეს პრინციპში იცი რა არის უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული იმიტომ რომ არც ერთი მე არ ჯერა იმის რომ ხა ქართული ოცნება ამ ყველაფრის მე გახდება რაღაცა ამშენებლობის პარტია და ეს თუ აქ არ გაჩნდება დიქტატორი და მონსტრიც არ უნდა გახდეს. არ უნდა გახდეს ამის საშუალება არ უნდა მისცეს საზოგადოება. მე ამას გაკრეფო. არა, უყურე რანაირად, უყურე ძალიან მარტივად რა, უყურე არ არის შეუძლებელი. უყურე რას ვამბობ მე? იმას ვამბობ რომ აქ უნდა გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები. თუ აქ არ გაჩნდა ისეთი ოპოზიცია, რომელიც იქნება ობიექტური და ქართულ ოცნებას ჩაუდგება ოპოზიციაში საქმიდან გამომდინარე და კონკრეტული საკეთებლებიდან გამომდინარე, მათ შორის იგივე სოციალური პრობლემიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში არსებობს იგივე ურბანული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც თბილისში კატასტროფულია, რაზეც თვითონ კალაძე საუბრობდა და არავინ სხვა, ხო? ამაზე თუ ეს არ გაჩნდა, თუ ხელისუფლებას ამაზე არ მიაწვა საზოგადოება, ამას თავისთავად ხელისუფლება არ იზამს. არ ვიცი, ეგეთი იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, ხო? არც ერთ ქვეყანაში და თუ ეს არ მოხდა, მაშინ გამოყვებით იდეოლოგიაში, რასაც რადგან ახსენეთ მორჩები უწევ, თუ ეს არ მოხდება, თუ არ გაჩნდება ესეთი ოპოზიციური სპექტრი, თუ ისიც კი ეს მახინჯი ნაწილი ოპოზიციური სპექტრისა, რომელიც არსებობს ნაციონალური მოძრაობის სახით და რომელიც უნდა გაქრეს აბსოლუტურად, მაგრამ ესეც კი გაქრება და ამის საპირწონედ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია რჩება ვაკუუმი ეს ერთი მოთხოვნა რჩება ეს სხვა ამბავია მაგრამ დიქტატორობა რა თავისთავად აღარც დიქტატორობა აღარ დასჭირდება ქართულ ოცნებას იმიტომ რომ აღარავინ აღარ იქნება ბიზნეს დიქტატორობა მართვადი ვაკუუმია მაგრამ იმას შეუძლია მხოლოდ მართოს ვისაც ფინანსები აქვს და ვინც ხელისუფლების ანუ ისევ შეუძლია ვაკუუმი შეავსოს იმ ხელისუფლებას რომელიც ქმნის ამას მე ერთ რაღაცას ვიტყვი უბრალოდ არ მინდა გამოჩეს და მე ამით დღეს დავამთავრებ უბრალოდ აი ორი რაღაცა მინდა ვთქვა ერთი რაც ახსენა ცოტრემ ახსენა პატაბურჭულაძის აი ეს რაღაცა ნუ რამდენად შეიძლება ეს მართლა მის თავში ყოფილიყო ან რაღაც აი პატაბურჭულაძე რომ გამოვიდა ის რაც თქვა რაც მან გააკეთა
აიყურეთ ერთ შედარებას მოვიტან. პატა ბურჭულაძემ დააპირა გაეკეთებინა ანალოგი იმისა, რაც გახსოვთ 26 მაისს ქალბატონ ნინო ბურჯანაძე იყო სახალხო კრება იყო მაშინ, შეიკრებნენ, წაიკითხა რაღაც სახალხო კრების რაღაცა შედგა სახალხო კრება და სამწუხაროდ იქიდან განსხვავებით მაშინ რა მოხდა? მაშინ ამ სახალხო კრებას, აი იმ შეკრებას, რაც ქალბატონ ნინო გამოაცხადა, ჩვენ კარგად ვიცით რა იყო? სააკაშვილმა მოაწყო სისხლიანი 26 მაისი. პატა ბურჭულაძემ რა ქნა იცით? არა იმ ფორმით რა თქმა უნდა, მაგრამ პატა ბურჭულაძემ თვითონ მოაწყო და მოუწყო პოლიციელებს, არსებულ მათ მის მომხრეებსაც მოუწყო ნინი ძალიან ცუდად დადგმული და მიზანმიმართული იმაზე რომ სისხლიანი ის მოუწყო არა იმ შედეგით რა თქმა უნდა ქართულ პოლიციელებს. მოდი ახლა შევხედოთ ვინ დაშავდა 26 მაისს მაშინ და როგორ დაშავდნენ და გარდაცვლილები იყვნენ და ვინ დაშავდა ახლა აი ამ სულელის ამ წაკითხულში. ანუ რა მოხდა? აქ აი ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენ შევადაროთ. ეს კაცი კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კაცი მარტო არ მოქმედებდა. გამორიცხულია პატა ბურჭულაძეს ბოლო ერთ კვირაში გასჩენოდა ამის სურვილი. თუ ის ნამდვილი ოპოზიცია და მართლა ვინც ოპოზიცია და ვისგანაც ველოდი და ველით ყველა საშინელებას და სიგიშეს და რაღაცა გამოხტომებს ხო რაც იყო ნაციონალურ მოძრაობას ის ხალხი ყველანი ციხეში არიან. ეს ერთი. რაც შეეხება მეორე ნაწილს ვიტყვი. ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა და შენ ახსენე ოცნებისა და თენგომას საბოლოოდ თუ დამთავრება მართლა ნაციონალურ მოძრაობა დამთავრდა. de jure de facto და ასე შემდეგ. მე კიდე მეც ვიტყვი. სხვანაირად მე როგორ უნდა გავიგო, ან როგორ გაიგეთ თქვენ, ბატონი ბიზნესოვიშვილი გამოვიდა და რა თქვა? მოიცადო კაცო, ნაციონალურ მოძრაობა რა შუაშიაო. უფრო მეტი გამარჯვება მოვიპოვეთო ჩვენო, საბოლოოდ დამარცხდა აგენტურა საქართველოში, რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობის სახით, თავისი deep state-ით და ყველაფრით. როგორ უნდა გავიგოთ სხვანაირად? ესე იგი ხვალ და ზეგ მინიმუმ ჩვენ ანუ მე ესე გავიგე ბიზნესოვიშვილის დათქვამი რომ ნაციონალურ მოძრაობა აქ საერთოდ რა შუაშია საბოლოოდ დავამარცხეთ ჩვენ ანუ გამომდინარე აქედან ჩვენ ხვალ ზეგ და აწი არ ვიცი მე ერთი წლის მერე თუ არჩევნები რომ 28 წელს ოცნების მხრიდან სიტყვა გაგება რომ აი ჩვენ თუ არა ნაცები მოვლენ დამთავრებული, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილმა თქვა ეს. ხაზგასვით მეტი არაფერი არ უთქვამს იქ. არც არაფერი უთქვამს რომ აბაშენიც იქ ახლა დაიწყე თბილისში აღშენებობა თქვენ 63-მა კანდიდატმა მოიგო, ხო? სოფლებში, ქალაქებში დაიწყეთ ხალხზე ზრუნვა? არა. ეს თქვა და წავიდა. ჩემთვის ეს არის ყველაფრის პასუხი. ანუ ხვალ და ზეგ მაინტერესებს ოცნება როგორ გააგრძელებს პოლიტიკურ ასპარეზობას აი ამ ნაციონალურ მოძრაობის უკვე დასრულებული არარსებულ ნაციონალურ მოძრაობით ეს ბიზინა ივანიშვილის სიტყვები მე ესე გავიგე თქვენ როგორ გაიგებთ ეს საინტერესოა ან მაყურებელმა როგორ გაიგებთ ბატონო დროც ბევრი არ რჩება მე ზგეყვი ჩემ აზრს და ბოლო სიტყვა მივცეთ შემდეგ ცოტნეს მე მგონი ვახსენეთ ამ საუბარში და კიდევ ერთხელ შევეხებით ამას მათ შორის ეს გამოეხმაურება ცოტნეს მიერ დასმულ საკითხებს რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში დღეს რო ქართული ოცნება არის არ ვიცი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და რაინდი და ყველაფერი მოიგეს და ყველაფერი შეირგეს და ყველაფერი აი როგორც უნდა და 100% ისე დაჯდა შედეგები ეს რომ მისცემს ქართულ ოცნებას მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან დიდ კარტ ბლანშს რო რაც უნდა ყველაფერი გააკეთოს ეს არის ცხადი მეორე მაგრამ რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში აი შენ სავსებით სწორად წამოჭერი ცოტნე საკითხი რომ მიუხედავად იმისა რომ ოპოზიცია სააკაშვილის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით გაფარჩაკდა მაგას უყარდა ეს სიტყვა ხოლმე 2010-ში აი ზუსტად მახსოვს რომ გამოდიოდა სააკაშვილი გავაფარჩაკეთ ოპოზიცია აი ამ სიტყვებით დაიწყო ბრიფინგი დღევანდელი მდგომარეობა ჩემი აზრით ქართული ოცნების ძალიან გავს 2010 წლის ნაციონალური მოძრაობის მდგომარეობას როდესაც მათაც
ასე ვთქვათ, მაშინაც დასრულდა ეს დიდი გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა მაშინ ის საპროტესტო ტალღა, ნაცებმა შეძლეს და მთლიანად ხელში აიღეს ყველანაირი ბერკეტი, გააფარჩაკეს ოპოზიცია როგორც უყვარდათ თქმა და აი ამის შემდეგ ვიწყება უკვე ნაციონალური მოძრაობის ორწლიანი სრულიად უკონტროლო პროცესი, როდესაც არავინ არ ყავთ შემდავებელი, ოპოზიცია არის განულებული, ნულამდეა რეიტინგი დასული ფაქტიურად, არავინ არ ჩანს ჰორიზონტზე, ვინ შეიძლება ნაცებს როდესმე რამე უქნას. ისეთი ვითარება შეიქმნა 2010 წელს და შენ რაც თქვი რომ გაიწმინდა სრულიად ოპოზიციური სპექტრი ზუსტად მოხდა მაშინაც 2010 წელს და მე ტყუილად არ ვავლებ ამ პარალელს. შენ თქვი რომ საგარეო აქტორებს აქვს მნიშვნელობა და სწორედ საგარეო აქტორებთან შეთანხმებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ნამდვილად მინდა დაგეთანხმო მაგაში ნამდვილად მეც მაქვს შტაბეჭდილება რომ ეს შედეგები იყო და ყოველ შემთხვევაში ეს სტრატეგია ოპოზიციის იყო მათ შორის საერთაშორისო აქტორებთან შეთანხმებული ქმედებები რომ შედეგი დამდგარიყო სწორედ ეს ოპოზიციური ველი სრულად გაიწმინდა მაგრამ ჟანრის კლასიკაა ეს და ეს შეიძლება დაემართოს ახლა გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულ ოცნებას რომ როდესაც ხდება ესე უკმაყოფილება ამ ხალხის არსად არ გამქრალა 70% თბილისში არჩევნებზე არ გავიდა 31 იყო აქტივობა ანუ ჩვენი ქალაქის ამჟამინდელი მერი არის რეალურად თბილისის მოსახლეობის 30%-დან კიდე იქიდან მიიღო 70% იმისი არჩევნები 20%-ს არჩეული 80% ან წინააღმდეგ მისახმა საერთოდ არჩევნებზე არ გავიდა აი ამ ხალხში არსებული უკმაყოფილება სადმე კი არ გაქრა ამ არჩევნების მერე ეს უკმაყოფილება კვლავ რჩება ქართულ საზოგადოებაში უბრალოდ მას არ ყავს კონკრეტული ორიენტირები ლიდერები ვის გარშემო შეიძლება გაერთიანდეს და ასეთ ვითარებაში არ ვიცი შეიძლება მოხდეს ნახევარ წელიწადში შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში მაგრამ როგორც კი გამოჩნდება ოპოზიციურ ველზე ვინმე ცოტათი უფრო ფინანსურად მათ შორის შეძლებული პირი ახალი ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოჩნდეს ბიძინა ივანიშვილი თვითონ ასეთ ფონზე მოვიდა არჩევნებში არა გასაგებია კი მაგრამ აქ ამას რა აქვს ეფექტი რომ ამ დროს გროვდება და გენერირდება საზოგადოებაში ის განწყობა რომ ოღონდ ესენი მოშორდნენ ვინც გინდა მოვიდეს და ვინც მერე მოდის იმას მიაქვს ყველაფერი ესე მთავრდება ერთი შეცდომა დაუშვა მან და იხ შენ 2010 წელთან თუ ავლე პარალელს სააკაშვილმა რა შეცდომას დაუშვა იგივე შეცდომა ქართულმა ოცნებამ არ უნდა გაიმეოროს და რას გულისხმობ ამაში უყურე სააკაშვილმა დაუშვა ის შეცდომა რომ ის რომ მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ოპოზიციისგან გაასუფთავა ეს პოლიტიკური ველი ხო და რასაც შენ ამბობ რომ იქ ეს ხალხში კი არ გამქრალა ეს უკმაყოფილება კიდე უფრო გროვდებოდა და იზრდებოდა ხო ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ინტერესში არის რომ გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციები ქართული ოცნების ინტერესია ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციები რომლებიც არ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის რაღაცა გაგრძელებები არ იქნებიან რაღაცა გარე რაღაცა ევროპელი ბიუროკრატების დავალებების და შეკვეთების შემსრულებელი პოლიტიკური ფიგურები და პოლიტიკური ორგანიზაციები და რომლებიც აი ზუსტად ეგ თქვი მე რომ უნდა გაჩნდეს და ეს იმიტომ თქვი რომ არის ეს ქართული ოცნების ინტერესი თუ მათ არ უნდათ რომ აი ეს ჟანრის კლასიკას რასაც ეძახი და არის კიდე სხვა ჟანრის კლასიკა აი იმ სცენარით დაამთავრონ თავის საკუთარი მოღვაწეობა საბოლოო ჯამში ხო ამისთვის მათ ჭირდებათ აქ ოპოზიციის გაჩენა ეს არ ნიშნავს მათი სატელიტი ოპოზიციის გაჩენას ამას არ გულისხმობ ამ გულისხმობ ისეთი ოპოზიციის გაჩენას რომელიც კონსტრუქციული იქნება იქ ორიენტირებული იქნება იმაზე რომ ხელისუფლების ჩინოვნიკებს რომლებიც მთავრობაში არიან უკვე რა ვიცი მე-14 წელია მიუთითონ საქმის კეთებისკენ და კონკრეტული რაღაცა საქმეებზე ელაპარაკონ რომელიც ყოველ საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. აი ასეთი პოლიტიკური ორგანიზაციები თუ არ გაჩნდა და ამის საიდან მოდის ისეთი პოლიტიკური სიტუაცია არის და შექმნილი ქვეყანაში რომ ასეთი პოლიტიკური ორგანიზაციების გაჩენას ჭირდება ქართული ოცნების კეთილი ნება. ასე არის ბოლო 12 წელი არ არის ნორმალური და ამას ვამბობ მაგრამ ესეთი სიტუაცია და ეხლა ქართულმა ოცნებამ კეთილი უნდა ინებოს და ეს კეთილი ნება უნდა ასე ვთქვათ დართოს იმ ადამიანებს ვისაც ამის თუ ამას არ იზამენ მე გეუბნები რომ ანუ იგივე შეცდომა ის შენ რა სცენარიც ახსენე იქ სააკაშვილი ამ შეცდომას უშვებს და ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დაუშვა შეცდომა და არ მგონია რომ დაუშვებს იცი როგორ რაღაცაა ახლა ჩვენ ხო ვჯელობ და მით უმეტეს რაციონალურად ერთმანეთთან გამათობთ ხოლმე ხა იმიტომ რომ სხვა ხა არ არის არც ოცნების წევრიზის და არც ოპოზიციის და შენ როგორ ფიქრობ 14 წელი რომ ჩინოვნიკი არ აკეთებს იმას რაც გასაკეთებელია და ამასთან არც ეუბნება თავისი ზემდგომი ხო თუ ესია ეხლა მე-15 წელს რო უცებ ბიძინა ივანიშვილმა თქვას რომ მოდი ეხლა გავაჩენ ძალას ეხლა თქვენ ესენი შეგეფუცხუნებენ და შენ ეს დაიწყე
ხალხი ამას ხო არ დაიჯერებს. არ შეჭამს ხალხი. ძალიან ძნელია. მე მესმის შერასაცავ. კარგი ნატურაა, ეს იქნება კარგი, მაგრამ პრაგმატულად რო შევხედე. არა, თუნდაც კაი არ უნდა ბიზევანიშვილი. ეხლა როგორ ფიქრობ, შენ წარმოიდგინე, არ შეუშალო. ასაგებია, მაგრამ შენ წარმოიდგინე ხა. 14 წელი. აი მაგალითად, რომელიღაცა მინისტრი. ან მინისტრის მოადგილე. პოლიტიკური ფიგურები არიან ზედად მინისტრები და მოდი. ან რაღაც 14 წელი. რაღაცა უწყება რო გაბარია და იქ შენ დამოუკიდებლად არ გადაწყვეტილება მიღებული საქმიდან გამომდინარე, რო წინ წავიდე შენი დარგი და გააკეთო კარგი ხალხისთვის. როგორ ფიქრობ, შენ ახლა მე სულ რო დავანებო თავი, ანუ არავინ ხელ მე 15 წელს ახლა რო გამოხვიდე თქვა, მე მივხვდი თელი 14 წელი ამას ვერ ვაკეთებდი. ნიშნი და deep state ამას ხო ვეღარ იტყვიან, ჩვენ ხო ეს გავიარეთ ეხლა ხანს. ეს არის ეს ლოგიკა. ამიტომ აღარ დაიჯერებს ხალხი და რა ხდება იცით რომ ოცნების ამომრჩევლაშიც ვინც იქ მივიდა და ვინც არ მივიდა სახში დარჩა ძალიან ბევრი იმიტომ რომ მარტო არ უნდა არც უ გადახაზვა და არაფერი მაგალითია ძალიან მარტივი მაგალითია ძალიან ბევრი შინაური ვიცით რომ არ წავიდა ხო ისინიც ხო და ესენიც ხო უკვე ნდობა დაკარგეს იმიტომ რომ მთელი ეს პროცესი რა გიშლიდა ხელს რომ შენ დამოუკიდებლად გაგეკეთებინა ესეთი რამე განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნებზეა ლაპარაკი, ხო? აქ ხო არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ხანდახან კრიტიკა გვაქვს, რომ რა უნდა სპორტსმენ კაც, მაგალითად, ბიჭო, სპორტსმენი კაცი თუ სპორტის კომიტეტში ჩასვიან, ყველაზე დიდი რაღაც განათლების რაღაცა შეიძლება რაღაცა, მაგრამ იმაში ინფრასტრუქტურის იმაში და ეკონომურ იმაში რო სვავ, ეს ხო სხვა საქმეა, მაგრამ მით უმეტეს მერიაში, აი, რომელ მერს უშლის ხელს რამე ან ვინმე რომ უკვე მესამე დაგირჩიეს, ხო? რომ 14 წლის თავზე ხარ სულ მერი, რომ დაიწყო კეთება ხალხის სასიკეთოდ. ამი ეს ხალხია, ამას ჩვენ შეიძლება ამ ანალიზით ვისაუბროთ, ვიფიქროთ, ვინატროთ ეს, მაგრამ ნუ სანატრელი რო გექნება ეს რომ რაღაცა დარგები უნდა ამუშავდეს ისე რომ რაღაცა მოსახლეობისთვის, არ ვიცი, აი მარტო განათლების სისტემა ავიღოთ. 21 მინისტრი ყავს გამოცვლილი განათლების სისტემას ორივე მთავრობის პირობებში. 21 მინისტრი. გასული არის 14 წელს დავუმატოთ 9 წელი. რამდენი აი რო არ შევცდეთ. 21 მინისტრია. მე არ მაინტერესებს ვინ იყო. ჩემ ქვეყანაში, ცხოვრობ ქვეყანაში და 21 მინისტრი. ვართ ამ სახელმწიფოს მეტია, კიდევ უფრო მეტია, მაგრამ ვართ იმ სახელმწიფოს შვილები და ცხოვრობ მოქალაქეები რომელ სახელმწიფოშიც თუ არ მაინტერესებს არავისკენ არა ვარ მაგრამ ვარ სახელმწიფოში გვაქვს პასპორტი ვიხდით ყველა გადასახადებს და მარტო განათლების სამინისტრომ გამოიცვალა 21 მინისტრი ამ 21 მინისტრიდან ნახევარზე მეტი განსაკუთრებით სააკაშვილის დროს რო წავიდა პოსტიდან სასწავლებლად წავიდა აი წარმოიდგინე რა ქვეყანაში ცხოვრობ და დღეს ძალიან ძნელია მოქალაქე რომელიც გვისმეს გვიყურებს კეთილსინდისიერი თავის დარგში პენსიონერი იქნება თუ ექიმი იქნება თუ ვიც არ უნდა იყოს დაიჯეროს რომ ეხლა ეთყვის ამას ბიძინევანიშვილი რომ მეხამედი ეხლა აღადგინეს სამართალი ანდა ჩვენ კიდე შეიქმნას ისეთი გარემო შეუქმნას რომ ამათმა დაიწყო ხალხისკენ ის მე ისეთ ხმა მინდა უკვე მე მესმი შენი მაგრამ უკვე ის ხმა ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოებაში ასეთი ჯგუფი დღეს ხელ და აქამდე ხოლმე მიყო ამის ხელი შეშვა ამის იმას აღარ ჯერა რომ ხელს აღარ შეუშლის ხო და მე ვამბობ არ უნდა შეუშალოს ხალხს არ ჯერა მესმის მე ვამბობ რომ თავრობას ეუბნება რომ აღარ უნდა ქნას და მეტიც კიდე მაგრამ დაამთავროს ისე როგორც მიშამდა ამთავრებისკენ მივდივარ კი ბატონო შევთანხმდეთ იმაზე შევჯერდეთ იმაზე და იმაზე და რასაბო საზეიმოა თუ ნაციონალურ მუზეუმს სამუდამო დამთავრდა ჩემთვის და ბევრისთვის დამთავრებული იყვნენ მათ განაჩენის სკამი აქამდე ელოდათ პატა ბუჭოძე როგორ აღმოჩნდა აი კიდე არ ვიცი აღარ ვიცი ხა არ მინდა თორე სხვები უნდა აღმოჩენილიყვნენ სხვათა შორის მაგრამ აი თუნდაც ყველაფერი მორჩა დამთავრდა თერი პოლიტიკური ველი შუა გაკრეფით არის შესრულებული ესეც რა პროცესიც ახლა დაიწყება ამ ვაკუუმში მარტო უცნება იყოს არ არის ნორმალური. არა, ხო არ არის ნორმალური. არანაირად. მედია კამპანიას აიღე. ერთის მხრივ კი ბატონო, შეიძლება არც არაფერი ტელევიზია ვერსებს, მაგრამ ნარატივი, ანუ ეგრეთ წოდებული ანუ პირველი სიტყვა, საიდანაც მოდის. შენ იმას რო ვერ გადაუხვიო, ანუ ეს ვაკუუმი, რაზეც თქვენ თქვი, ეს ვაკუუმი საშინელებაა. ამ ვაკუუმის შევსება ისე ვიზია დამოკიდებული. რომელ ჩვენ ახლა ახალი არისტოტელები უნდა მოძებნოს ქვეყანამ. ქვეყანას ჭირდება ახალი პოლიტიკური გაჯასახება. დისკუსია პოლიტიკური, თორე
სახელმწიფოსგან ვისმენთ რომ ბედნიერების ინდექსში პირველები ვართ. იქ რაღაცა ეკონომიკა. ესე იგი რა ჭირდება? ესე იგი ჩვენ თუ არაფერი არ გვჭირდება, სხვა. ესე იგი გვჭირდება რა? ქვეყნისთვის თავდადებული, განათლებული, პატიოსანი ჩინოვნიკები. დღეს პარლამენტში ესეთი არის თითოეულა და სახელმწიფო პოლიტიკაში თანამდებობებზეც მინისტრები არიან თითოეულა. სამწუხაროდ. მე ხო ამას არ უმალავ. მე არ ვიგონებ არა? კი ბატონო, ოღონ მინდა რატომ მოვიყვანე ბიძინევაშვილს ეს სიტყვები. ბიძინა ივანიშვილმა რას თქვა, ამით საბოლოოდ გასაპასუხი ყველაფერს. ნაციონალურ მოძრაობა კი არაო ხალხო. თავარი დავამარცხეთო, deep state-ი, ვინც ამ ყველას მართავდაო. აწი დავიწყებთ გილოცავთო. ეხლა რო ზეგ ან ერთი წლის თავზე მე გამოვიდეს კობახიძე ამ დინარაძე და მითხრას რომ აი აქ დარჩენილია ფილიალი სარდაფში ჩვენ ვიპოვეთ ვიღაცა ჭიპი ჭუპაკია და შემოიტანა ბომბა ეს არის ჩვენი დაღუპვა სახელმწიფოებრივად განვითარებას და სახელმწიფოს განვითარებას ჭირდება ასე ოპოზიციური პარტიები უნდა შემოუშვას უნდა მისცეს საშუალება ფინანსური საშუალებაც კი არ უნდა იყოს ისეთი მარჟა რაღაცა საშინელებები დაწესდეს აქ რომ რაღაცა პარტიება ისულთმონ არამედ არეალი უნდა მიეცეს განათლებულ წესიერი ხალხს ვინც პოლიტიკით არის დაკავებული პოლიტიკით იყოს და ვინც მედიცინაა თუ სხვა სფეროებია დარგების განვითარება უნდა იყოს და პირველი პრობლემა რაც არ უნდა ჩვენ გვიცვალონ სტატისტიკები და ეკონომიური და ჯიბე და კალათა ჩვენ ხო ვიცით თითოეულმა ადამიანმა მე საავადმყოფოსთან მაქვს შეხება ეხა გარკვეულწილადთან მძიმე პაციენტები სადაც წვანან და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რაც მე ვნახე და გავიგე როგორი ეს პერსონალი რომელიც უმძიმეს ავადმყოფებს უვლიან არ მინდა დავასახელო ეს რაღაცა ის უმძიმეს ავადმყოფებს უვლიან რა მდგომარეობაში რა ხელფასით ხალხო რა დასაცინი კაპიკებით აკეთებენ მართლა ჰიპოკრატეს პიციცავენ მე უბრალოდ მქონდა ეხა ოჯახის წევრიდან გამომდინარეს და მაქვს დღემდე მაქვს ესა აი ეს ხო აღარ უნდა იყოს განჯის საკითხი ხალხო ამაზეა საუბარი და იქ მყოფმა ავადმყოფებმა მართლა ვინც ავად არის ამ სნეულებით ამ საშინელ სნეულებით ერთი პატარა იქით რომ კორიდორში ხმა ისმის ტელევიზორში იმ ადამიანებმა იმათმა თქვენს და შეაფასეს ეს არჩევნები და ისინი ითხოვენ რომ რაღაცა იქნებ დაალაგდეს და მშვიდობა იყოს აი ეს არის ამაზეა საუბარი თორე აღარ მინდა იმის მოსმენა ჩემთვის ბიძინევაშვილის სიტყვები უკვე მე-14 წელს მე რამდენად ნიშნავდა ამას მაგრამ უნდა დასრულდეს ბოლომდე იმ ეგრეთ წოდებულ სამსამართლოს კამზეც იქაც უნდა დაჯდნენ და დასხდნენ და მიიღოს საჭირო იმან ვინც ყველაზე მეც იმს როგორც იმსახურებენ და სულ მომყავს მაგალითი ტრამპლიერების დროსაც კი აი ინკვიზიცია რო იყო ინკვიზით ხალხს სესხლზე წვავდნენ მაგრამ თუ მტკიცებულობა არ ქონა აი თუ არა და დამეთანხმება თენგო და შენს ფილოსოფოსი ხარ და ორივე მიცით ეს საკითხი მე ისე რა ვიცი აი ამოკითხულიდან ვიცი რომ თუ მტკიცებულება არ ქონდათ დაწვა იყო ხალხო ხალხს წვავდნენ თუ მტკიცებულება არ ქონდათ ერთი მტკიცებულებას რო არ ქონოდათ ან დაეჭვშებოდა იმ ხალხს უშვებდნენ ხო წარმოგიდგენიათ და ჩვენ დღეს რაზე გოგლაპარაკი მე მინდა მაშინ რომ აწი ხო აწი მაინც ეხლა მაინც დაიწყოს უკვე საჯაროდ ღიად ისე კი არა რაღაცა იქ იმასთან იქ იპოვეს უესავაროდოთ ამისი არა მორჩა თუ დამთავრდა თავისი deep state-იან აგენტებიან ელჩებიან ყველაფერი მაშინ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ეს იგრძნოს სპორტსმენმა თავის დარგში წავიდეს წინ იგრძნოს პოლიტიკოსმა თუ პოლიტიკოსობა უნდა რომ გაეხსნას ხელფეხი სატელევიზიო სივრცე იქნება თუ რაც არ უნდა იყოს და უნდა იგრძნოს ყველა მოქალაქემ ეს არის ყველაზე მთავარი და იმ ხელისუფლებამ რომელიც 28 წელს საპარლამენტო არჩევნები აქვს და დარწმუნებული ვარ ხა ნუ რამ თვითონ ბიძინევაშვილმა თქვა ხა რამდენი წელი აღარ შეიძლება უკვე სულ მე ვიყო ხო მე მეგონა ამ წელს დამთავრდებოდა ეგ თქვა მისი ეს ლოგიკა მაგრამ ნუ კი ბატონო დაამარცხეს deep state ჩვენ ხო ვიცით რას უკეთებდნენ მართლა და როგორი ზეწოლა იყო ოცნებაზე ამას არავინ არ უარყოფს მაგრამ როდის დადგება რიგითი ადამიანის დრო ჩვეულებრივი მოკვდავი საქართველოს მოქალაქე რომელიც იბადება ამ ქვეყანაზე იზრდება და ღირსეულად უნდა მიიღოს მან ცხოვრების უფლება არ ვიცი მე ყველაფერი რაც არის როდის დადგება ამის დრო გავიგეთ რომ ეს სიბინძურე და ბოროტება მოგშორდა ნახეთ ვინც იყვნენ პაატა ბურჭულაძეს გააკეთებინეს ის რაც აი ვერ წარმომიდგენია ანუ რაც ვერ მოასწრო იმ მართლა ავადმყოფმა სააკაშვილმა და ისინი სიხარული წავიდნენ ციხეში და აი ამ სულელმა გააკეთა ეს ყველაფერი მაპატიეთ
და შეეწირა ჯანმრთელობა როგორი და რამდენი ბიჭის. მე მგონი წინა დარბევებზე არ იყო ამდენი პოლიციელის დაშავება. მართლა არ საჩვეობოდი. წარმოგიდგენია? ერთ საათში რა გააკეთეს? რაზე მოაწერეს ხელი? კი ბატონო, მე რა უნდა დავასრულოთ გადაცემა და აი ბადა ბურჭულაძეს რა შეეხება რა რა 4-ში დაიწყო 4-ში დაამთავრა. რაც თქვა ეგ კი გააკეთა. დაიწყო 4-შივე დაამთავრა ნაციონალური მოძრაობა მაგ ადამიანმა, რასაც 14 წელი მოანდომა აგერ ქართულმა ოცნებამ. 1 საათში ბადა ბურჭულაძემ ეგ საქმე შეასრულა. არ ვიცი, აი შეჯამებისკენას რომ წავიდეთ, სავსებით ვიზიარებ ორივეს პათოსს, რომ საჭირო არის და დღეს პირველ რიგში ქართულ ოცნებას უდგას იმისი საჭიროება, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ყავდეს და არ იყოს ესე მოსუფთავებული ოპოზიციური ველი, იმიტომ რომ ესეთ დროს ეს ვაკუუმი ვერ იქნება კონტროლირებადი, ვერაზროს ვერ იქნება კონტროლირებადი, ვინც შემდეგი მოვა, წაიღებს ყველაფერს, როგორც ბიძინა ივანიშვილი რა ნოტაზეც, რა ტალღაზეც მოვიდა თვითონ და სწორად შეარჩია ტაქტიკურად დრო. Sorry გათვლა გააკეთა ყველაფერი მან მე მჯერა რომ მან ეს ყველაფერი იცის იმიტომაც გააკეთა ესე ბრწყინვალეთ ხო მაშინ 2012-ში და არ ვიცი უბრალოდ მე მაინც ვერ მექნება ეს მოლოდინი რომ ხელისუფლება თვითონ შექმნის ან შეუწყობს ხელს ეს არის იგივე ჩემო ცოტნე აი შენც გასაგებად რო თქვა და კაპიტალისტისგან რო გქონდეს ბიზნესმენისგან რო გქონდეს იმისი მოლოდინი რომ ის რაღაცა თავისი კაპიტალის ნაწილს დახარჯავს იმაში რომ თავისი გავლენები დაკარგოს არასდროს არ მოიქცევა ასე იმიტომ რომ კაპიტალისტური ლოგიკა არის კარნახობს იმას რაც აკეთებს ზუსტად იგივე მოქმედებს სამაგეროდ კაპიტალისტური ლოგიკა კარნახობს კონკურენციასაც მე ანუ არ მithქვი კიდევ ხომ არა მონოპოლისტი ხომ არ მithქვამს რომ თვითონ უნდა შექმნას მე ვამბობ რომ ის შეზღუდვები რაც არსებობს დღეს ყველამ ვიცით ხო რა შეზღუდვებზეა საუბარი რაღაცა ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს წრის გარდა არ აქვს პოლიტიკაში აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება ადამიანებს ვისაც განსხვავებული პოზიციები აქვთ ხო აი ეს შეზღუდვა განა არ აქვს საშუალება არ აქვს რესურსი და ეს რესურსი ვერ გაჩნდება ეხლა დღევანდელ დღეს რომელიც ჭკუატმყოფელი ბიზნესმენი ჩადებს რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში რამე ფულს გამორიცხულია რომ ეს მოხდეს და ახალში არც ახალში არ ჩადებს არავინ ახალს არ გულისხმობს ხო მაგრამ შიშიც არა აქვს ეხლა რაც იყო სააკაშვილის ზოზე ხარ ერთ რაღაცას გავიხსენებ გახსოვს თენ გოშენ განსაკუთრებით ნუ ცოტნე არ იყო მაშინ იმასაკის რო რაღაცა ჩვენ ორგანიზაცია ახალგაზრდა ორგანიზაციები და რაღაც ერბინა თუმცა მის ოჯახზე და განსაკუთრებით მამაზე ამ ყველაფერმა გადაიარა სააკაშვილის ემ. ესე იგი ჩვენ ქონა მოძრაობა რატომი და დღემდე არსებობს ეს რატომი და ნუ დათოფაცაცია მაშინ თავმჯდომარე იყო მე მოადგილე ვიყავი მე ვიცვლებოდით და ცნობილი ბანერი არის ესეთი ფოტო არის სადაც ჩვენ დავბეშტეთ და ქუჩაში გავაკარით მიშა სააკაშვილის ესე იგი რატომის იმაში იყო მოქცეული რა განსაკუთრებით ეს დოქტორ დოთერო ყავდა ჩამოყვანილი ერთი კაცი ვერ უნახეთ სტამბა რო ეს დაებეჭდა. ეს არის საუბარი არის 2009-2010 წელია. ერთი ადამიანი ვერ უნახეთ რომ გაეკეთებინა ეს და ძლივს მოუნახეთ კაცი. ძლივს კაცი რომელმაც არ ვიცი ნუ რაღაც სტამბა. თან ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა როგორ იცი გამორიცხო იქ ვინმე დააწერდა ხო იცი როგორ არის არა იქ უნდა დაიწეროს გამომშვები შემხვედრი შემსრულებელი შემკვეთი. და მოვნახეთ ადამიანი რომელმაც ნუ წარმოიდგინე როგორი გამწარებული იყო კაცი. დღემდე არ ვიცი არ სახელი და გვარი, იმიტომ რომ ეს პირობა იყო, იმიტომ რომ სულ რომ მე დავეჭირე ან რომელიმე ჩვენი წევრი, აი ამ დონემდე ვიყავით მართლა. არ ვამბობ რაღაცა ვაშკაცობაზე არ ვდებ, ან მე ან ჩემი რომელიმე წევრი, ხოთა შორის პატარა გოგო ბიჭები იყვნენ იქ ჩვენთან. არ შეგნებულად არ ვიცოდით ერთმა კაცმა იცოდა მარტო ვის სად მიიტანა და საიდან წამოვიღეთ ეს. საუბარი იყო სულ რაღაც 1000 წალი უნდა დაგვებიშთა რომ ღამე გაგვეკრა. არც ერთმა არ ვიცოდით სახელი და გვარი ამ კაცს არც ადგილი. სულ რომ დავეჭირე და ვეწამებინეთ, ანუ ეს კაცი არ უნდა ჩაგვეგდო შარში. ხეს შენ წარმოგიდგენია? რაზე ვლაპარაკობ დღეს? დღეს ხო ის წნიხი აღარ არის. რომ ვიღაცა მივიდეს და ის კი არა, დაუბეშთოს კი არა პირიქით, ფული შეუულია ჩადონ. თუ ჯანსაღი ნორმალური განვითარება იქნება და ერთს ვიტყვი კიდე. მე გავთავისუფლდი ბოლო პატიმრობა 2011 წლის აპრილის ბოლოს. ბატონმა ბიძინა ვენიშვილმა წერილი დაწერა, აი ეს მისი გამოჩენის ეს იყო ზაფხული იყო არ მინდა არა ოქტომბერი შემოდგომა ოქტომბერი იყო 1 ოქტომბერს დაიწერა თუ რა წერილი ანუ ახალი გათავისუფლებულები ვიყავით რა ფაქტიურად და ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის მაშინის წერილის დაწერა და ეს ხო ხდებით რა იყო და აღარ მოუყვები არაფერს მთელი უკვე 2012 წელი მე პირადად ჩემ მეგობრებთან ერთად იგივე როცა GDS-ი იხსნებოდა იგივე როცა TV მეცხრე არხი მეორედ გახსნა ბიძინა ივანიშვილმა და მთელი რესურსი ჩაიდო. ბოლომდე ვიყავით და ვებრძოდით ისეთ ბოროტებას, წარმოუდგენელი იყო, აი თვითონ ხო კარგად იცის და ყველამ კარგად იცის. მარტო ტელევიზიის მასალას
ჯერ ხო ყოველდღე დაგვზევდნენ საქმე ტელევიზიაში ვიც მიდიოდით ხან მანქანებს გვიტრემდა ეგრეთ წოდებული სააკაშვილი სოდი და ეს კუდი პირადად ჩვენ ხო რაღაც ხან სადღაც წაგვიყვანდნენ ცემატყეპაზე აღარ ვამბობ მე ჩვენ მანქანების დაზიანება კი არა რამოდენიმე კაცი ვიყავით სულ აი ხა თუნდაც აი ბერას როცა ტელევიზია რო შექმნა და რო დაიწყო აპარატურებს უფუჭებდნენ როგორც ის შეგნებულად და გახსოვს ანტენების დარიგება ბოლომდე ჩვენ ვედექით იდეას გვერდზე და დღემდე ამ იდეას უდგავარ სამწუხაროდ ის ადამიანები ვის დღეს ოცნებაში არიან და მათ შორის ლიდერები არიან არც ერთი არ მახსოვს 2012 წელს იმ მომენტში როცა პირადად იყო და მაშინ ყველაზე უშუალო იყო იგივე ბიზნესოვაშვილი და ბერა და არ გვტოვებდნენ არც ერთი წამი აი ტელევიზია ერთი ოჯახივით ვიყავით მართლა არავინ არ ვიცოდით ღამე გამოვიდოდით მივიდოდით თუ არა ტელევიზიის მერე სახში და საერთოდ როგორ მივიდოდით ხან დანაწევრებები დასახიჩრებულები ნაცემები და ძალიან ტრაგიკული ამის თქმა რა ბევრ რაღაცებს კიდე ერთმანეთში არ უყვებოდით და აღარ ვამბობ იმაზე ქალებს და საერთოდ როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ შეგნებულად ეს ბოროტების მანქანა იბრძოდა რომ ეს კაცი არ მოსულიყო ხელისუფლებაში ერთი მიზნის გამო რომ არ შეეცვალა ისინი და არ მათი ფუფუნება არ დამთავრებულიყო მე არც ერთი არ მახსოვს იმათგან ვიც ეხა დღეს აი უმრავლესობაშია იმიტომ არ ვამბობ ამას რომ რატო არ იყავი ეხა მართლა არ იყო ბავშვი არც კობახიძე და არც არ იყო ისა რა ქვია დინარაძე ბავშვი მაშინ კი ბატონო ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრი დავით ფაცაცია კი ბატონო ეხლა არის მისი ოჯახის წევრი და ერთად ვიბრძოდა რაზია ლაპარაკი და ციხიდან დაწყებული მაგრამ ეს ხო კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა ბატონო ბიზნეს ხო კარგად ახსოვს რა გავიარეთ რაზე წავედით რის გამო განაპირადი რამის გამო 2012 წლის მერე დღემდე თუ ვინმე იტყვის ჩემგან ან დარეკილს ან სამსახურზე ან რაიმეს მიღებელს ერთი ფურცელიც კი რო დაეწერა ჩემ და სასიკეთოდ ნებისმიერ უწყებაში დღემდე ავდგები ბოდის მოვიხდი და საერთოდ ეკრანზე არ გამოჩნდები რა სოლიდარობის სტუდია იქნებოდა რაღაც არასოდეს აქ არის მთავარი რომ მე მინდა რომ მაშინ მიყოს უკვე თავისუფალი საშუალება მიეცეს როგორც რიგით მოქალაქეებს ასევე ნებისმიერ ადამიანს რომ აი ამ გაკრეფილ აი ამ სრულ ვაკუუმში ჯანსაღი ძალებით შეივსოს და სამინისტროები იქნება ეს თუ უწყებები იქნება გადავიდნენ რეალურად აღარ არსებობს ხო ეს ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა ხო თავის deep state-იან აგენტურიანა დაიწყონ რეალურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები ქვეყანაზე და ხალხზე სასიკეთოდ ამიტომ გავიხსენე მე ეს მარტო და კარგად მახსოვს იგივე ბიძინევაშვილი ყოველდღე როგორ იყო ჩვენთან ერთად იგივე ბერა მისი შვილი როგორ ამ ტელევიზიის როგორ ერთად ვაშენვით ყველაფერს და რა ჭირდა იცით რა გვჭირდა მანქანებით ვერ მივდიოდით ხშირად მილიონი რაღაც არ გახსოვთ აპარატურა საბაჟოზე შემოტანილი მილიონები ღირდა აპარატურა სპეციალურად აკეთებდნენ აფუჭებდნენ ეს ერთსულოვნება ხო ახსენები რომ დააყადაღეს კაცო ყველაფერი ხო გვახსოვს დიდი მადლობა მერაბა და ცოტნე ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა ვფიქრობ და შემოგთავაზეთ ჩვენი შეფასება და ჩვენი ანალიზი იმ პროცესების რაც ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში და ჩვენი ვერდიქტი არის საბოლოო ჯამში ესეთი რომ ნაციონალური მოძრაობა როგორ ლოგიკურად დე იურე დე ფაქტო და თან ბატონი ბიზნესშვილის გამოცხადებით დამთავრდა მართლაც და თუ რაიმე პოზიტივი დატოვა ამ დღემ იმედი გვაქვს რომ ეს მაინც იქნება პოზიტივი თუმცა ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე რაც უკვე მომავალში აქვს მართლ გუნდს აბსოლუტური შეუზღუდავი ძალაუფლება და მთლიანად მოსუფთავებული ოპოზიციური ველი, სადაც შემომკამათებელი, შემომდავებელიც კი არავინ არ ეყოლება და ეს შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ვიღაცებს უხაროდეთ ქართულ ოცნებაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნამდვილად არის დიდი გამოწვევა სახელმწიფო გუნდისთვის, ისეთი მასშტაბის გამოწვევა, რომლის წინაშეც ქართული ოცნება ჯერჯერობით არ მდგარა. და ჩვენ ნამდვილად ვართ ალბათ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ისურვებდა, რომ მათ ღირსეულად შეძლონ ამისი გადალახვა, ღირსეულად იმ გაგებით, რომ არ დააზიანონ მთელი 14 წლის ნაშრომი და ნამოღვაწარი, როგორც თვითონ ამბობენ, რაც აქვთ და არ დაემსგავსონ იმ რეჟიმებს, რომლებმაც ძალიან ბოროტად ისარგებლეს აი ამ შეუზღუდავი ძალაუფლებით. დიდი მადლობა ბატონო მაყურებლებო, ჩვენ დაგემშვიდობებით 4 შაბათს შევხვდებით ერთმანეთს საინტერესო სტუმრებთან ერთად და ვისაუბრებთ ასევე მნიშვნელოვან თემებზე. მადლობა და ნახვამდის.